ესმით, ანუ აქედან თუ ისმის. ესმის. კი ბატონო, მადლობა. დიდი მადლობა პირველ რიგში. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა. ნამდვილად გეჩვენებათ. თქვენი წერილობით პასუხები გვაქვს, როგორც იცით და მე მინდა ბოლოდან დავიწყო თქვენი წერთ, რომ ქვეყანა დატოვეთ, იმიტომ რომ თქვენზე ზეწოლას ახდენდნენ. ეს ისეთი ტიპის განცხადებაა, რასაც ყურადღების მიღება ვერ დავტოვებთ ბუნებრივია და მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ გითხრათ, ვინ ახდენდა ზეწოლას, ბუხარებს ამხორციელებდნო. ეს სერიოზული ბრალდებაა და ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც კომისიას პირდაპირ კანონით აქვს ვალდებულება, რომ თუ ასეთი დანაშაულის შესახებ ხდება მისთვის ცნობილი, უნდა გამოიკვლიოს და აღსრულოს შესაბამის ორგანოებს. თუ შეგიძლიათ, რომ ვითხრათ, აგვიდასტუროთ, ანუ არყოთ, ან ვითხრათ, ვიპასუხოთ, ვინ ახდენდა თქვენზე ამ ზეწოლას და რა ბუხარებს ამხორციელებდა. ანუ თუ შეგიძლიათ. ეხლა გესმით ხმა ჩემი? თუ შეგიძლიათ. თუ შეგიძლიათ თქო, რომ ვითხრათ, ვინ ახორციელებდა თქვენზე ზეწოლას და ამ ბუხარას ვინ ახორციელებდა, რასაც წერთ თქვენს წერილში. მე არ ვიცი ხალხი ვინ არის, მე მხოლოდ ეჭვი შემიძლია, ეჭვის დონეზე შემიძლია ვივარაუდო, ვისგან შეიძლება ეს იყოს, მაგრამ ფაქტების გარეშე რომ ვილაპარაკო, არ მგონია სწორი იყოს, ეს ისევ გამოვა, როგორც მე სამწუხაროდ პედაგოგები ზოგიერთი ადამიანის ძველი ფაქტების გარეშე ვილაპარაკ და ადამიანს ახლა ისე რომ არ მოგწ პოლიტიკისებრივად ამით დავაბრალო, არ მგონია სწორი და მე პირადად შემიძლია ვითხრათ, რომ დიალოგობით ვიცი საერთოდ მაგრამ არანაირ მისებურება ამის სამწუხაროდ არ არის ესე არაკეთებს ეს ხალხი დაუშვათ ინფორმაციას დაგეთებს რომ არც ცენზურს მიგზავნის და დაუშვათ მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყვავი არ იყოს მაგრამ თუ ეს იყო არაერთხელ ამიტომ იმეჯერ მიგადავწყვეტ რომ რაღაც პერიოდები ეს იყო მოდი ვამესებთ პრამატულ სამოგონებას სამოგონებას, იმიტომ რომ ვიდეო უკვე ეს იყო რა არის ბატონო ირაკლი? ეს გასაგებია. ვფიქრობ, რომ ეს დაუშვათ ჩემს საქმიანობას ეხება, ნუ არ ვიცი, ეს სხვა საქმიანობას არაფერს არ ეჭები, ისე რომ შეიძლება ეს შეიძლება მატერიალური და ამიტომ ვფიქრობ ეს რა. კიდევ რომ გემეორებ ამის რაიმე მაგრამ მისებურება მე არ ამაყვა შესაბამისად ვიღაც ეს ხელი დავასწრო ეს გასაგებია მაგრამ ეს გავიგებ კი ბატონო თქვენი უფლება ეს არ გითხრათ მაგრამ ეს იყო ბრძანება და რა იყო ეს ანუ რა ტიპის მუხარაზია საუბარი რა ფორმით ხდებოდა ეს ფიზიკური მუხარაზი ფიზიკური მუხარაზი ფიზიკური მუხარა სატელეფონო ზარი იყო აი რაპორტი სამი როგორც საკონტროლიანია და ეცემ სატელეფონო მუხარი ბოლო შესაძლებელია ადამიანის სალაპარაკო აბა რა ფორმა იყო გამოყენებული ბატონო ირაკლი მნიშვნელოვანია რა ფორმა იყო გამოყენებული ამ მუხარის გამოხატვის თუ სატელეფონო ფორმა არა თქვა არ დაუხსნათ მე არ ჩვენ არ ვაყოთ რომ აი ეს კონკრეტული ადამიანები დაასახელებო ეს ეჭებზე არ საუბრობ ფორმა გვაინტერესებს სამალოთ ერთი ორჯერ იყო რომ ამასთან დამტენ არ ვიცი მასალაში შეიძლება სურათი რო ნახო იქნებ ეს იყო მაგრამ ის სახელდება არ ვიცი ვინ არის მაგრამ სატელეფონო მარტი ხდება როგორც ჩანს მე ბოლო ჩავყოლებ რომ უკვე რაღაცას ვარ გადავიდა ეს უკარები პროპორციულად ისე აღარი არ ვიცი შეიძლება მაგრამ ორჯონში შეცავყალე და ეგრე მე ხარო ჩანაწერებს მე ავაკეთებ და შესაბამისად არც ის კიდევ მეორე ის ხალხიც ცერდოთ ამბობს გადავიდე კარგი გასაგებია მადლობთ ეხლა დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს პირველ რიგში ძალიან ბევრი საკითხი მოგვაქვს თქვენ დამონებრივია მაგრამ პირველ რიგში იქნება გითხრათ თუ გახსოვთ ესე თარიღების მიხედვით და კომპანიების დასახელებებით საეკლამო ბიზნესით დაკავებულ კომპანიებში სხვა შემთხვევაში არ გვაინტერესებს
საერთო ბიზნესის დაკავებულ კომპანიებში სად და როდის რომელ წლებში ჰქონდათ წიგნები? მოთხოვნა ხონდა 15-დან 16-დან დღემდე. მაგისტრში მხოლოდ? სარეკლამო კომპანიაში მაგისტრი. საერთო კომპანიაში შევიდა. და თქვენი პარტნიორები? არა, სარეკლამოს გეკითხებით. მხოლოდ სარეკლამოს შემთხვევაში. შეიძლება 15-16 არა, 15-16 როდის კონკრეტულად მეგონი 16-ში. გასაგებია. და თქვენი პარტნიორები ვინ იყვნენ ეს დავსახელოთ ამბლებით. პარტნიორები ვინ იყვნენ თქვენი ოფიციალურ პარტნიორებს გულისხმობ ამ ბიზნესში, თუ არ მინდა დავისასრულო. გიორგი გოჩალია და გიორგი გეგეში. იყვნენ და არის. გიორგი გოხალია მეორე ვერ გავიგებ. გიორგი გოჩალია და გიორგი გეგეში. მანდ გაცხრებოთ თქვენი ვერ გავიგებ. სარეკლამო ეს კომპანია მედია ჰაუსში თუ გქონიათ? მედია ჰაუსი სარეკლამო კომპანია არ გქონია. არა, ეხლა სხვა კომპანიას გეკითხებით, ანუ კომპანია მედია ჰაუსში თუ გქონიათ წილი, როდის, რომელ წლებში და ვინ იყო თქვენი პარტნიორი? 2006-დან 2009-მდე თუ 10-მდე ვარ მახსოვს და პარტნიორები ვინ იყვნენ ამ კომპანიაში? თქვენს გარდა კიდევ ვინმე თუ იყო თუ თქვენ იყავით 100%? გიორგი ჯაბადარი. გიორგი როგორ? ჯაბადარი გიორგი. ჯაბადარი? ჯაბადარი. გიორგი ჯაბადარი. Oanis es sanitaria informație am zafrărit și scola informație de ეს ყველაფერი შეიძლება ის შეაბეჭდო. მაგრამ ოფიციალურად ყველაფერი 2010 წლის 19 აგვისტომდე გქონდათ ესე იგი ირაკის შემარე გქონდათ რომ ადმინისტრაციის დაპირებაც ეს მონაცემები. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს საჯაროდ ნათქვამი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელზეც ჩემი შეთავაზება იქნება კომისიისთვის, რომ დასკვნაში ეს მოხდეს მედია ჰაუსი. და რა საქმიანობით იყო დაკავებული ბატონო ირაკლი მედია ჰაუსი? თქვენ ძალეთ რომ ეს არ იყოს სარეკლამო კომპანია, კი ბატონო? არა, მედია ჰაუსი უშუალოდ სარეკლამო კომპანია არ არის. იგი ამიტომ რა საკეთებდა ეს რო? სარეკლამო კომპანიები ბიზნეს პირველობდნენ დროს. და ქონდა თუ არა მას რაიმე ტიპის ექსკლუზიური ურთიერთობები, მაგალითად ტელეკომპანია რუსთაველთან? იყო. თქვენი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში? თუ მანამდე თქვენ 2006-დან იყავით იქ დამფუძნებელი და შესაბამისად შეიძლება მანამდე კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში არ მოგვიდა. არ ვიყავით. არა, მაშინ იყავით, იმიტომ რომ 2010 წლის 19 აგვისტომდე თქვენ 50% ფლობდით ამ კომპანიაში, მაგრამ მე თქვენი ყოფნა არ მაინტერესებს ამ თვითონ იმედად, რამდენადაც კონტრაქტი რუსთაველთან რა პერიოდში იყო თქვენი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ანუ 2009-2010 წლებში, თუ მხოლოდ მანამდე. კომპანია მედია ჰაუს რუსთაველთან რეკლამის რუსთაველთან რომელ წლებში ჰქონდა ხელშეკრულება, როცა თქვენ იყავით კომისიის თავმჯდომარე, თუ მანამდე? შეიძლება გვამეშება იქიდან 6-დან უფრო 2006-დან არ ჯახვა მონება არა ვეცეციდან მოდა ნამდვილები ყავს. სამია ნამდვილად ყავდა. ანუ თქვენი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდს თუ ემთხვევა ეს გვაინტერესებს ჩვენ ეს ამ კონტრაქტის მოქმედება. თუ კომისიის თავმჯდომარე გახდით, შეჩერდა ეს კონტრაქტი. მე რეალურად 2009-დან 2009-დან
არა, რეალურად 2010 წლის 19 აგვისტოს. კი, საკითხია რეჟისი არის, მაგრამ რეალურად 2010-დან გამოვიდა. ფორმაში 2010-დან მათ კონტრაქტი აღარ ჰქონდა, მან შეიძლება ეხლა იყო ინტერესებს უკვე თუ გქონდათ რაიმე კავშირი General Media-სთან ეს არის უკვე ის ახალი კომპანია, რომელსაც თქვენ დაწევთ. თქვენ თუ გქონდათ რაიმე კავშირი ამ კომპანიასთან? არა, იგივე Media House-ის ტიპის ორგანიზაცია. კი. ანუ ვისთანაც შემდეგ გააფორმა რუსთავიორმა კონტრაქტი და ამას ვკითხულობ სწორედ მათ ხომ არ გქონიათ? შეიძლება არ ვიცი, მაგრამ არ შეიძლება ხოლმე. ხო, ეს გვაინტერესებს როდის შეიქმნა თქვენ თუ გქონიათ. ის როდის შეიქმნა თქო ეს არ გვაინტერესებს თქვენ თუ გქონიათ მასთან შეხება ამას ვკითხულობთ. არა. გასაგებია. თქვენს პარტნიორებს, თქვენს ბიზნეს პარტნიორებს, იმიტომ რომ კანონი ამასაც არ რეგულირებს, როგორც იცით, რომ თქვენ ბიზნეს პარტნიორებსაც არ უნდა ქონოდათ ინტერესი. არაპირდაპირი ინტერესი მოკლედ არ უნდა ქონოდათ. თქვენი არაპირდაპირი ინტერესი თუ არსებობდა General Media-ში? არაპირდაპირი ინტერესი. თქვენი არაპირდაპირი ინტერესი. ჩემი არაფერი ინტერესი ჯერ. გასაგებია. კიდევ ამ კატეგორიიდან ერთი კითხვა გვაქვს. კონტრაქტის კომპანიის როდია? Media Pro Georgia. Media Pro Georgia-სთან დაკავშირებით რას გითხრათ? იქ თქვენ რაიმე ინტერესი გქონიათ პირდაპირი ან არაპირდაპირი? ბატონი გიორგი კალანდაძე თუ იყო თქვენი ბიზნეს პარტნიორი რომელიმე ბიზნესში სადაც თქვენ საქმიანობთ? არა? ბიზნეს პარტნიორი ჩემი არ გასაგებია. გიორგი კალანდაძე არის თქვენი ბიზნეს პარტნიორი? საერთოდ არა, მე მეკითხები, თქვენ რას გვეთქვით ეს მაინტერესებს და დანარჩენი ეს შეკითხვები არ ყოფილა, კი ბატონო, გასაგებია. კარგით, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ჩვენ მომისმინეთ ბევრი სხვადასხვა გამოკითხვის დროს, მათ შორის დღესაც კომისიის წევრებთან დასაუბრების დროს, რომ არის საკითხები, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას. მათ შორის არის საბიუჯეტო პოლიტიკა, იგულისხმება ხელფასების და პრემიების საკითხი და ასევე თანამშრომლების აყვანა გათავისუფლების საკითხი. თქვენ ამას ადასტურებთ თუ არა და შემდეგ უკვე კითხავთ შემდგომს. საშტატო პოლიტიკა, მაგალითად, თანამშრომლების აყვანა გათავისუფლება ერთის მხრივ და მეორე მხრივ პრემიების გაცემის გადაწყვეტილება. პრემიების საკითხი განმარტივად იყო, როგორც წესი, დეპარტამენტის ზედა მოსენებით ბარათს ან არის აუცილებელი მოსენებით ბარათი შემოდიოდა და ამბობდა ამას ვფიქრობ რომ ეს პრემია და მოსენებით ხდებოდა ამის საკითხი შეთანხმება ვიღაცა ყველა არ შემოდიოდა და შეიძლება თანამშრომლების მიღება გაშვებას ოფიციალურად ყველა თანამშრომლების მიღებას და გაშვებას ხელის ადრესო რომანი კომანდურის ყველა შეიძლება მიღებას ამგონია რომ არის უცნობი ჩვენ ყველას ვთხოვდით ებისმიერი თანამშრომელი კომისიის ყველა ვთხოვდა რომ ადრე გვიჭირს ეგრე ადრე მოგვიძებნოთ და მე დაგითხრა რომ ადრე გამომანაზეც იყო ხოლმე ოპერატორის გადამ მოყოლება რომ რა გამოცხადდეს შეიძლება პროგრამი ეხლა ხმა დავკარგეთ რაღაც მომენტში და ხმა დავკარგეთ რაღაც მომენტში, მაგრამ ეხლა გვესმის აღარ არის პრობლემა გამოსწორს. არა, გამარობა აღარ გინდათ, გავიგეთ რა. გადანაირები თქვენ პასუხში არის, მაგრამ მე უფრო მინდა დავეცდო. კონკრეტულად რა ქონდა დავალებული გიორგი ავალიანს ერთ-ერთი არ თქვენ თანამშრომელი იყო და ასევე მაინტერესებს
მაია მესხიშვილთან დაკავშირებით, რომელიც 2006 წლიდან მუშაობდა და თქვენს პასუხში, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამბობთ, რომ 2010 წელს მან პირადი განცხადების თავზე სახელმწიფო დატოვა სამსახური. და იგი შემდეგ რაც თქვენ მიხვდით და თქვენ მიდოდა სახელმწიფო რომ არ დადიოდა სამსახურში. შეგახსენებთ რომ 2009 წლის იანვარში მიხვდით და 2010 წელს აღმოაჩინეთ რომ მაია მესხიშვილის სამსახურში არ დადიოდა. Simardali თქვათ მე ერთადად პირველ მომენტში დეპარტამენტის უპროცესთან თან რამოდენიმე ადამიანთან ვაზრო პროექტი. დადიოდა არტადიოდა შეიძლება არტადიოდა გავაკეთე არტადიოდა შესაძლებლად განთავისუფლდა. შეიძლება ბავარია სავალენ ძალიან ბევრი რაღაცა და მინდა რომ ეს არის ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტი, თუნდაც ის თუ ფილმს მუშაობს ეს სამუშაო და მანამდე ნახავთ გადასწორებული სკაიში ადამიანი იყოს ახალდება ახალი ამობილების უპროცესში ის კვალიფიკაციაში მეძებნი ნახავს ძალიან მაგალითია. არა ეს არის ჩვენ არ შეგვაქვს თქვენ მოგვიდა გავიგოთ რა სამუშაო დასრულებდა გიორგი ავალიანი. მანამდე ვირჯინია მუშაობდა ანალოგიურ თანამდებობაზე გაგონობაში ადამიანი ოდნავ ჩაგედორია საკმაოდ კვალიფიკაცია ისოდეს თუ ეს ორი მონსტრი ლაგირებულების არის აქ ესეთ თანამდებობაზე ყოფნა ჩვენთან რასაც აკეთებდა ერთი თუნდაც ერთი მაგარა რომელზეც მე ძალიან მივიდეს რომ საერთოდ არავის აღმოჩენებია ის პროექტა და საერთოდ ამაზე ყურადღება არ არის გამოსვლებული ძალიან საფუძველია ეს არის სიჩქარეების პროექტა რომელიც ჯამში წელიწად და ურთულესი პროექტა და მე შემიძლია თამამ ყოველთვის გავსი პროექტა მსგავს ტიპულის ძალიან ცოტა ქვეყანაში ვარი ჩატარებული ძალიან ცოტა ქვეყანაში მე არ ვიცი აქედან ვერ ვწვდ მაგრამ მაგრამ ზოგადად შეგულიძე თავის პრევალი მაგალითად სპეციალისტი და კეიბლ მასტერი კულტურა სახელმწიფო არის აბსოლუტურად სამუშაო და ჯამში ეს რას მოუწევს ყველგან და კითხვა სანამ მე დამოვიდოდი ჩვენ ეს დოკუმენტი ერგოსტატი ჯამიშალოს მაგრამ მე მგონი ნოემბრის დასაწყისში ანუ თომის ბოლოს ამონი ხალხასები შემოწმდეს გავაგზავნეთ პარლამენტში და გადავიდეთ ეკონომიკურ სამსახურში ეს არის კიდევ მეორე ეს არის ჩემი აზრით მე მაგალითად შეიძლება მიკროფონი მაგრამ ეს არის ძალიან სამამულო დოკუმენტი კომისიაში ეს უზარმაზარი მასაკებელის მოტანა შეუძლია ამას ყველასთვის და ზოგადად ეს გასაგებია ამაზე არც არავინ ამაზე არ გიკამათებს და ამით არავინ არ ინტერესდება იყო ამაზე საუბარი დღეს ქალბატონოს სახელმწიფოდან ჩუმ ახსენდა პირველად ეს კვლევა და შემდეგ ვიცი საქართველოს ოპერატორების ან პოლიცია ან როგორი ქონდა კიდევ ახლა უზარმაზარი და სადაც რასაც შეიძლება ყველა და თეორიულად დააყოლა. აიბროლობინა, აიბროლობა ყველაფერი. თუმცა ეს მათი ეს მეტად მესმის დავენებაა. ზოგადად უნდა ვყარო, აშეცია და ოპერატორები შეხვანწილებული იყვნენ. ეს აღნიშნავს, რომ ან ოპერატორია ცუდი, ან კომისია კარგია, ეს მათ თავისი ამოცანებია, კომისიას თავისი ამოცანებია. ამიტომ ჩვენ ნახავთ ანალიზებს, ნახავთ ყველა ქვეყანაში ძალიან ხშირია ოპერატორებსა და კომისიას შორის სასამართლოების ის რასაც აკეთებს კომისია არ მოწონს ოპერატორებსთან მონებრივია. კონკურენციის შეწყობა ზოგადად ახსენებს ბიზნესის წარმოქმნას ვერანაირად არსებობს აი კიდევ მეორე ეს არის შემოსული ამბობიანი და პრობლემები ნორმალური ესია გასაგებია ბატონო ირაკლი გესმით ჩვენ
ეს ყველაფერი გასაგებია დღეს ამაზე ქალბატონმა სულრიდან ჩუბაც საუბრა, იმიტომ რომ არ არის სიმართლე რომ არავის არ უცხოდებია თქვენმა კოლეგებმა ამაზე ილაპარაკეს და კარგია და მისასალმებელი აღვთ. ეს რა კავშირშია იმასთან, რაც საქართველოს საუბრობთ. ანუ გიორგი ავალიანის ინიცირებული გიორგი ავალიანი მონაწილეობდა ამაში. ძალიან სერიოზულად იერებდა მონაწილეობა პირდაპირ კავშირშია. კი ბატონო, ეს არ გითხოვთ და ამიტომ ცოტა გაუგებარი იყო ეს შესაძლებელი. მე მაგალითად რომ გიორგი ავალიანი კონკრეტულად უყურებდა მაგალითი ამ პროექტში იყო გასაგებია, კი ბატონო. ამასაც გარემონტი იყო კიდე სხვა პრობლემას, მაგრამ ნუ ფარული პროგრამით ეს იყო მაგალითად უყურებდა. ямар შემოვიდა კონსულტაციაში ბოლო ჩვენ ჩაკერებული ქონდა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია, მობილური ინტერნეტი. მაგრამ კარგი ფოტოს ვაღაი, ბატონო ირაკლი, ეს საკითხი რომ დავაზუსტოთ, გიორგი ავალიანი ამაში მონაწილეობდა გავიგეთ, მაგრამ კვლევა ჩაატარა სხვა კომპანია უცხოელებმა, როგორც ჩვენ დღეს გვიწყეს თორსები, ამიტომ გიორგი ავალიანის როლი ცოტა გაუგებარია, ის მათი თანამშრომელი არ იყო ამ კვლევაში მონაწილეობა წესით ვერ უნდა მიეღო, თუ დამოუკიდებელი სტრუქტურა და საქმე კონტრაქტორი ატარებდა. და ამასთანავე გიორგი ავალიანი არ მუშაობდა დროის მხოლოდ იმ მონაკვეთში, როდესაც თქვენ ეს კვლევა ჩაატარეთ, ის დიდი ხნის განმავლობაში იყო თქვენი მრჩეველი. ის არ იყო ერთადერთი მრჩეველი, აქედან სხვა საკითხსაც რო გადავიდეთ, ბატონი გიორგი ხევიაშვილი იყო კიდევ თქვენი მრჩეველი და თქვენ ბრძანებით პროფესიონალებზე და მე მაინტერესებს რა დარგის პროფესიონალია ბატონი გიორგი ხევიაშვილი იმ სფეროში და იმ მიმართულებაში, რომელსაც კომისია კურირებდა. ხო, რა თქმა უნდა, მოსავალე კითხვა, იმიტომ რომ ხელფას იხდიდნენ მარტინ ჯოსეფ და სხვა კომპანიები მათ მიერ გადახდილი განსაკუთრებით ადამიანები. არა, კარგი, მე არავის კარგობის და ცუდობის შემოსავალი არა ვარ, ჩვენ გეკითხებით. რა ფუნქციებს ასრულებდნენ ეს მრავლობითი მრჩევლები, რომელიც თქვენ ხავდათ? შევახდეთ იმაზე, რომ ავალიანი ვერ მიიღებდა. კომისიაში, ნუ ატელი გავუშვი, ატელი იყო, საჩენილი, მე მათთან ახლა კი ერქვა მრჩეველი, მაგრამ შეხება, ნუ ზოგადად ისე ისე პირობითად მქონდა. თქვენ მრჩეველი იყო და რას ნიშნავს პირობითად მქონდა? ხა, ამაზე შეიძლება ბევრი ვთქვათ, ეს მრჩეველი, მაგრამ კიდევ ერთხელ იყო ანსტაბილური ბევრი ადამიანი, ბევრი როგორ ხარს, ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ გამოყენებული ადამიანი პრობლემას ნათელი გაუჩი, ნათელი დარჩა, ის დარჩა, ბატონო ირაკლი, არ მიგიქცეთ ერთი სპეციალისტი, ის დარჩა. არა, ზოგი ფაქტობრივად განსაკუთრებულ პროცესია. არ მიწევია, იმიტომ რომ იმენა პირველ ჩართული გაუშვით რაღაც ეთიკი ისტორია უნდა ვარაუდო პარლამენტი ასე შეიძლება უნდა გავხსნათ. ეს ფაქტი ამაზე რო ყოლოს არის, ზოგადად. დასაგებია. გავიგეთ, ხო. ჩვენ აქ იმასაც ვარ მოვიდნენ, ჩვენ პროგრამაში ხარჯებოდა. კი, მე ჩვენ ავალიანი კარგი იყო, ცუდი იყო ამაზე როგორ დავწერეთ ახლა კამპანიას მე არ ვიცი და მე ფუნქციონალიზმი. ჩვენ ვგავთ იმას გეკითხებით რა ფუნქციებს ასრულებდა. გიორგი ხევიაშვილი აფრიკა იყო უმაღლესი რანგის სპეციალისტი კავშირგაბმულობაში ხარ ფოქოარის მოხდა. არა, ხო, მაგრამ რაღაცაში შეიძლება იყო რა ჩვენ არ ვიცით და იქ და მე ვთქვით რაში გაცლებდა რჩევებს, ისეთში რაც კომისიისთვის იყო ასეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ის მოძაი ავალიანზე მე არ მისს ნახევარი ბატონო? არა, ირაკლის რაღაც ირაკლის უთხოვთ, არაფერი, თქვენ ხევიაშვილზე პასუხობდით და გავაგზავნეთ. ალო. ანუ ხევიაშვილზე პასუხობდით და თუ რამე გაქვთ დასამატებელი გააგზავნეთ თქო, თუ არა გავაგზავნეთ. კი ბატონო, და კიდევ ერთი ადამიანი იყო ასეთი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბატონი სანდრო ოლექსანდროშვილი უკაცრავად, რომელიც ახალციხის საკრებულოს წევრია იმავდროულად და თან თქვენთან მუშაობს. აი ეს რა ფუნქციებს ასრულებდა ესეც რო გითხრათ. ის წევრია? ახალციხის საკრებულოს წევრი იყო იმავდროულად, როდესაც თქვენთან მუშაობდა. ნუ, კაი, ეგ არ იცოდით, კი ბატონო, მაგრამ თქვენთან რა ფუნქციას ასრულებდა ეს გითხარით. მაგრამ ძინაკი ყოლა. როგორ?
წინა კითხვაზე ხო გაკეთე პასუხი და იგივეა იგივეა რა შეიძლება ავალი ადებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ხო არ ვიცით რომელ კატეგორიაში შედიოდა აი მადლობა გადავიდეთ შემდეგ საკითხებზე ჩვენ ვიხილავდით უბრალოდ ერთ-ერთი დიდი თემა რომელსაც კომისიას თითქმის ყველა საჩივარში წერდნენ იყო დისკრიმინაციული მიდგომა არათანაბარი მიდგომა უბრალოდ კომპანიების მიმართ და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებად გამოყენებული არის ერთის მხრივ სამი ტელეკომპანიის შემთხვევა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა უთითებს. ეს არის ტელეკომპანია თვალი, სამეგრელოს ტელევიზია და სპექტრი, რომელთა მიმართებაშიც კომისია არასოდეს არ იყენებს დაკისრებულ მოვალეობებს მონიტორინგის და შესაბამისი ქმედებების და ამ დროს არიან მეორე მხარეს კომპანიები, საკაბელოები განსაკუთრებით, რომლებიც ამაზე თავობლად მიუთითებენ, რომლებიც ერთგვარი სამიზნე იყვნენ და მათ მიმართ მუდმივ მოქმედ რეჟიმში ხდებოდა აი ამ უფლებების გამოყენება. ჯერ მე ხალხობას არ გეკითხებით საკაბელოებთან მიმართებაში რომ ვიდარაკო გამოიყენეთ თქო, მე მაინტერესებს რა ფორმალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით კომისია, როდესაც იღებდით გადაწყვეტილებას რომელიმე კონკრეტული კომპანიის მონიტორინგის შესახებ, რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ურთიერთობის შესახებ. ერთ-ერთი გამომცნაურია, როდესაც ტრანზიტო კომპანიებს საკაბელო ტელევიზიას ვენდოქისენ არამედ ტელევიზიებს ერთობლივ ტრანზიტორ ორგანიზაციებს. ტელეკომპანია თვალი არ არის ტელევიზია. რომელთა ვალდებულება სახე კანონიკურ უწყება და უწყელი სახე მიაწერს თქვენ მე არ ვიცი ვიღაცას სხვადასხვა ტელეკომპანიის კონტენტი ამაში არის სულ მაგრამ შეიძლება მეორე მხარეს უშუალოდ საიტზე ტელევიზიაში ის სხვა თემა იმенно რომ ყველანაირ არათან როგორ დავიცი ასე და არათანაბარი კომპანიების არათანაბარი მიდგომა არც ერთ ტელევიზიასთან ჩვენ არადისკრიმინაციული კი არა განსხვავებული მიდგომა არ გქონდეს და მინიმალურად ვეღებოდით იმიტომ რომ ვიცოდით რა რომ აქ კონდეთ საკმაოდ სერიოზული პრობლემები გადაგვიყვება მოსაკითხი და მომახსენებ კიდევ თუ ეხლა ეხლა მითხარით იმიტომ რომ ეს სხვა და გვარამძაა იმაკულებს ასე ტრანზიტორებს, უბრალოდ საკაბელო ტელევიზია და შეიძლება საკაბელო ტელევიზიის არიან პრობლემა ტრანსპორტები უბრალოდ ბიზნესის პრობლემა ბანჯო ვანოებით საკაბელო ტელევიზია აკონიამისი ეს ფაქტებია და ამ სიტუაციებში ტელევიზიებში პრობლემა შეიძლება რომ აი არამედ საქართველოში არ ვიარსებობდა არც ერთი რეგიონალური ტელევიზია. ასაგებია, ისე როგორც შესაძლებლობა გაჩნდა, რომ არც ერთ საკაბელოსაც აღარ ეარსება თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე. რა მნიშვნელობა აქვს მაგას ეგ გასახი? კანონს არ ვარღვევთ ან არა? მე და თქვენ ან ვარღვევთ კანონს ან არა? მარტო მე ვერ დავარღვევ, თქვენ და თვალს ვერ დავუჭერთ. საერთოდ ტრანსპორტი ჩემთვის ორი ძალიან განსხვავებული რაღაცა. რა მნიშვნელობა აქვს რეგიონის ნიუზე ტექნოლოგიის რეგიონის რეგიონის სამშობლოა ესე ვთქვათ, აინტერესებს ამ აინტერესებს არ ვიცი მარკეტინგია, მაგრამ რეგიონალური ტელევიზიების ახლობა რაც მოხდებოდა პრაქტიკულად ჩვენ ამ მაკულების დაგვეწყო შემოწმებები არ უნდა რა გეტყვით ამას რატომაც დაგვიჭირთ ეს კანონის ასე ვთქვათ კანონის 100%-იანად ვიწავდი იმათო ვიცოდით რომ არ მოიძებნა არ მომწონდით მაგრამ იმათო მივიღეთ შეგვიძლია გადაწყვეტილება ორი აი ეს მაინტერესებს ერთი წუთი ბატონაირაკლი ერთი წუთი აგვეყურა ესენი აღარ წუთი იყო მაგრამ ხოდა მომია ერთო შევავდით ტელევიზიაზე მეორე მესამედი რეგიონალური ტელევიზიის სამშობლოში ისულებული იქნებოდა რომ მოწყობა შეიძლება ეს მოხდებოდა ფილმებს არ წამონებული ვარ ესეც აქტიური იმიტომ რომ არ მგონია რომ ეს მათ რაიმე ასაკუთრებულად ფინანსურად ოპერატიულო ამოძებებული. ჩვენ შევხვდით მათ რამდენიმეჯერ, არ ვიცი რა შეიძლება არ უნდა თანხმდასანება ამ შეიძლება უნდა. რამდენიმეჯერ შევხვდით აქვს ჩვენ მუდმივად ეს იგავდება. რომ დამოუკიდებლია, ვიცით ჩვენ რომ დაუშვათ დღეს ვიცით, მოდით რაღაცა ქენი. მიმართ ვთქვათ
მე ვიცი რომ ამერიკის საერთაშორისო მიმართეს ვიცი რომ გრანტებზე მოდადებული ხდება. მაშინ ჩვენ აღარ მოსულს ზუსტად არ მოვიტყუდი შეიძლება 6 თვე შეიძლება გავაკეთებდეს. მე კიდევ ერთხელ შევხვდები და იგივე სიტუაცია იყო პრაქტიკულად იგივე სიტუაცია იყო. როცა ჩვენ დავუწყო მათ ესეთი ამინატური წერილული ასე ვთქვათ შემოწმება ამი რომ ეს კაპიტოლი სატუში ტრანზიტი ერთი წუთი სატუში შემოწმება არაკეთებია კისერია ჩვენ ყველამ ანეტა უცხოა მე ამიგული საქართველოს ადამიანი რომელმაც არ იცოდეს თუ რა სიტუაცია იყო ტრანზიტორში და შეტყობ სახში კაბელში უკვე სხვადასხვა ძალიან მეჯობა რომ მოიწოდეს რომ მათი სერიოზული ნაწილი მეავიდა ხდება იყო აბსოლუტურად უღალატო. უღალატო რომ ეს იგი აი რაღაცა ვადას გაძებ მე დავიწყო შემოწმება ეს აკუპილა შეერჩევები შემოწმება ჩვენ არ შემოწმება ერთი და მე გარდაგულ პარემტია მეორისთვის ხელი ჩემთვის ძალიან საფუძველი იყო ის მოსმენა და როგორ ვიხოთ საფუძველი კიდე ესეთი სიტყვა პირდაპირ როდესაც კომისიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გაგიჟრო რომ ვიღაცებს უღებავდი პრობლემები რომ მოდივარ შემოწმება რომ ეს ხალხის დაავიწყების უბრალოდ ერთად გეტყვით რომ აი ეს თავი იყოს უკვე თამთამაზე ერთი წუთი დასუსტება მინდა თქვენ რომ გესმით ჩემი დასუსტება მინდა ესეთი თქვენ რომ დიახ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ტელევიზიებს არ ვეხებოდით მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ტელევიზიების საბოლოოში შეიძლება აინფორმაცია მაგრამ მივიღეთ მაქსიმალურად ბევრი ვიდეო ლაპარაკი საერთოდ Euro market, რომ რაღაცა ხერხებით მოტესტიგებულიყვნენ. შეიძლება თავიანთი პროდუქტი მიემართათ, არ ვიცი, რამდენიმე ვიცი რომ რაღაცა გრანტის სახით. გასაგებია ეს გავიგეთ ბატონო. ეს იყო ლაპარაკი და თითქმის მიიყვანეს ბოლომდე. მე უკვე აღარ ვიცი რა უნდა. გასაგებია. ვინ ჩვენ როდესაც ბრძანებთ, ვინ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება? აი ეს გადაწყვეტილება რა ფორმატში იყო? ვის მიერ იყო ერთობლივად მიღებული? კომისიის სხვა წევრების მონაწილეობდნენ ამაში? ჩვენში ჩემთან ხოვერებული კომისიების გული. არ თქვენთან გულისხმობთ ხოლმე თუ ხუთივე კომისიის წევრს გულისხმობთ? კომისიის ხუთი წევრი გოჩია. აქვს იყო არა კომისიის წევრთან ერთად. ეს იქნება გაიხსენოთ მაინც თქვენს გარდა კიდევ ვინ იღებდა მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში? თქვენს გარდა კიდევ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება იქნება გაიხსენოთ? ელო ყველა. კი, ანუ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება. არა, 4 თუ 5 არ გახსოვთ გასაგებია, მაგრამ ერთი მაინც გითხარით, არც ერთი არ გახსოვთ ვინ იყო თქვენ თანდათან იმ ოთახში, სადაც ამაზე შეიძლება 5 აი ბატონო, კომისიის წევრები აქ არიან და მათთან გავაკეთოთ. მე და მახსოვს რომ მოგობილიყო შეიძლება უნდა მახსოვს. აქ არის კომისიის წევრები და გავაკეთოთ ადგილზე. ვერ ვიცი, მე მგონი ყველა იყო. გასაგებია, კი ბატონო. როდის იყო ეს თუ მაინც გახსოვთ ეს გადაწყვეტილება როდის მიიღეთ? და რაიმე ფორმალური დოკუმენტი რა თქმა უნდა ამაზე არ არსებობს, ხო? რაიმე დოკუმენტი ამის შესახებ რა თქმა უნდა არ არსებობს. ამ დოკუმენტში რა უნდა ჩაგვეწერა რომ მორატორიუმს ვაცხადებთო მაგალითად. კიდევ რომ ჩვენ ეს გაგაკეთებინა საქართველოს ეს რეგიონალური და არის არსებობს საერთოდ რა მგონია რომ გასაგებია ამ ბრალდებას გიყენებენ სწორედ საკაბელოები რომ საკაბელოების განადგურების გამო გააკეთეთ ისედაც გააკეთეთ ამიტომ აქ არათანაბარ მიდგომაზე როცა საუბარი არათანაბარ მიდგომაში ეს იგულისხმება კანონი ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი მე უკანონო კინოს ვუხურებ ჩემ ტელევიზორში იმიტომ რომ პირდაპირ მაგ ჩართული მაესტრო მე რო არ მომედავოს მე რამეში ამიტომ ან მეცხრი არხით იმიტომ ვუყურებ რომ რომელიღაც ტრანზიტორით მომდის უკანონო კინო ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს კანონი ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი ან ყველას ერთნაირად უძგებით ან მორატორიუმი გქონდა ყველაზე როგორც მანამდე იყო და მეთანხმებით რომ მანამდე სანამ თქვენ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდით არავის არ შეუწუხებია თავი მაინც და მაინც რომელიმე საკაბელოსთვის ან ტელევიზიისთვის
ამ თემებზე პრეტენზიების შეიძლება YouTube კომენტარს გავაკეთებ. ერთნაირების მიმართ უნდა იყოს ერთნაირი მოდგომა და ირაკლი ბატონერებიდან რომ არ შეიძლება ერთნაირად ავუქვათ ტელევიზია და ტრანსლატორი. მე ვკითხულობ სწორედ რას ნიშნავს კინოს გაშვების დროს, უკანონო კინოს გაშვების დროს ერთნაირი და არა ერთნაირი. იქნება ვირტუალური ეს პრობლემები სანამ ჩვენ დავიწყოთ შემოწმებულად, ეხლა თუ მიზანი უგეკნებოდა რომ გინდაკორა ყველა შეგვეძლებინა და ყველა პრობლემა შეგქროდება. მე ყველა აპრობლემური იყო. ფაქტია რომ მიზანი არ ქონდა და მართლა ჩავუთხარი. ჩვენ ვიცით რომ ასე რომ თუ შემოწმება ჩატარდებოდა, შემდეგ უკვე ამ შემოწმებას აუცილებლად მოყავდა სანქციები. გამომეწურა ყველა ეს. შესაბამისად უცხო ვიცით რა არსებობს პრობლემები ამ იურიდიულ ენაზე არ ვიცი როგორ არის ასე. სავარაუდოდ ვიცით რომ შეიძლება არსებობს პრობლემები და მოაგვარდა ეს პრობლემები სანამ გავუწყებთ შემოწმებას. ზოგადად ეს არის ორი ტრანსპორტული ბაზარი. საინტერესო ტელევიზიები, განსაკუთრებით ხო, რა თავალია, სულად არქონებული ვარ, რომ არც ერთ ეგრეთ წოდებული ნაციონალურ მაუსტებს არანაირი ხალხი პრობლემა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს არანაირი პრობლემა მოგვაქვს, რადგან უბრალოდ ძალიან მაღალი რისკია მათ მხრიდან, რაიმე არალიცენზირებული გაშვება, რომ შეიძლება პრობლემებს დაასახელებიან არა კომისიისგან, კომისიის პრობლემა არაბეგერად იმასთან შედარებით, რასაც კონკრეტულად კონტენტის გამიჯველები, უცხოური ძალიან სერიოზული ორგანიზაციები ამ პრობლემებს შექმნიან. უჩიულებენ აღარ მიგებიან, ეს არის საკმაოდ ახურული ბაზარი. ყველა ხელს ძალიან გარდაცნობს და ეხლა პირველად რუსთავმა იმედმა საზოგადოებრივ გამალოს რაღაცა გაუშვა სერიალი და ტიპი მასას აუწინდა შეუძლებელი გამომიდგა ნაციონალურ მომხმარებლებს ყველა გამარჯვება გასწავლებული ვიმეორებ რომ არანაირი ეგრეთწოდებული არალეგალური კონტენტი მაქვს არ ქონია და მიკროფონი გასაგებია თუმცა ეს ვარაუდებია იმიტომ რომ თქვენ ეს არ შეგიმოწმებიათ და ამიტომ არ იცით ნამდვილად ესე იყო თუ არ იყო თუმცა ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მაუწყებელია ტელეკომპანია საქართველოა თუ რომელიღაც რეგიონალური მაუწყებელი უკანონო კინო არის უკანონო კინო სანიშნულობა არ აქვს ის ჩემი სახლის ტელევიზორის ყუთში როგორ ხდება კანონისთვის ის ან კანონიერია ან უკანონო ისევე როგორც უკანონო მუსიკა არის უკანონო მუსიკა იმის მიუხედავად იმას მედინებს მნიშვნელობა რას აქვს ეს მნიშვნელობა ვერ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტრანზიტორი დაუშვათ საერთო მაუწყებელი. გავიგე, თქვენ თუ ეს გავიგე ბატონერები, ამაზე ვერ შეგამატებით. კანონი არის არ არის სადაუნება რა თქმა უნდა. ხო, ამაზე ვსაუბრობ სწორედ რომ კანონისთვის არ არის სადაუნება. ჩვენი პოზიცია გავიგე. კანონი მაშინ იქაც განიღება, რასაც ჩვენ მოიყვანეთ ტრანზიტორები და უთხარით რომ სანამ ჩვენ დავიწყებთ შემოწმებას, ყველაფერი ამ მას ჩვენ არ უნდა გვექნას პირველი დღესვე ტოტალურად ყველას უნდა ავცემოდეთ თავს, მაგრამ ეს არ გავიკეთებთ, ეს არ იყო ჩვენი მიზანი. პოლიტიკი უთავო ესე დავყო. გამონია რომ ეს არავალოა. იქ ეს არის სწორი ეს ჯობია ადამიანმა რატომ რომ მაგალითად ზაზე წერია რომ აფენია რაკატი. იმიტომ ის მართლა მზადებით, სწორედ ამიტომ საკაბელოების წინასწარ შეტყობინებაზე ჩვენ არც კიდევებით ისევე როგორც არ მოგედავებოდით არც ტელევიზიების წინასწარ შეტყობინებაზე, თუ შეტყობინების ვარდმა იქნებოდა ვადიანი და ყველას მიმართ, იმიტომ რომ მანამდე კომისიას თვალი ჰქონდა დახუჭული ამ ყველაფერზე და სწორი იყო თქვენი საქციელი, როდესაც წინასწარ აცნობეთ პოლიტიკის შეცვლის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს სწორია და ამაზე არც არავინ არ გედავებათ. რატო გააფრთხილებთ? დავა წარმოიშვა იმის შემდეგ, რაც არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტელევიზორის ყუთში უკანონო კინოს ან მუსიკის განთავსება. ირაკლეს უნდა რაღაცის დამატება ბატონო ირაკლი ერთი თვით. სხვადასხვა ბაზარზე მომუშავე ხალხი. ეს იყო ერთ ბაზარზე ყოფილი და ერთმანეთის კონკურენტი ორგანიზაციები, ეს არის აბსოლუტურად სრულად განსხვავებული ბაზარი. აბსოლუტურად. კიდევ იმას ასე თქვენ ამბობთ, რომ კანონი ყველაფერს კანონია, ამაზე რომ გიჟონებს ადამიანმა რა.
გავდი ბატონო ერაკლი ერთი წუთით აღარ ჩავერთოთ ირაკლი კორდახიას უნდა რაღაცის დამატება და შემდეგ დაგიბრუნდები. დავამატე აბსოლუტურად სხვა ორგანიზაციები ერთი არის რომელიც ერთი ტიპის ორგანიზაციის ტრანზიტორი არ არის ტელევიზია ის იღებს სხვის კონტენტს და მის კაბელს მეშვეობით ის უპასუხ არავის არ აწვდის. არის ტელევიზია საიტი რომ მოუწოდებს არ ის თავდაპირველად რეკლამა რეგიონებში არ არის ბაზარი რომ რეკლამის მეშვეობით მოხდესო და დაფარვა. რაც შეეხება ირაკლი უკვე ნახევარ წელიწადზე მეტი არ არის არ კომისიის წევრი და არ კომისიის თავმჯდომარე კიდევ უფრო მეტი ხანი არ არის. ამ კუთხით არაფერი არ შეცვლა საქართველოში. ის საერთო მაუწყებლები ისევ ფუნქციონირებენ და არაფერია დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში ვინც არ უნდა მოვიდეს კომუნიკაციის მარკეტინგ კომისიაში რამე შეცვალოს ან მას მოუწევს საქართველოს რეგიონების დატოვება ტელევიზიების რეგიონალურ მაუწყებლების რეკლამაზე თუ ლაპარაკობთ ეგ განცოტა გავაკეთე მიზერი ცოტა ხო და ან ვინც არ უნდა მოვიდეს თქვენ რომ მოგვიდეთ ხალხმთინა კომისიის თავმჯდომარედ მოგიდეთ პრინციპულ გასულებს მიიღება ან საქართველოს დატოვება ტელევიზიების გარეშე ან იმ სიტუაციის ან დამატებით კიდევ გარდამავალი დროის მიცემა, როგორც ეს იგავენ გაკეთდა. იგავენ ნახევარ წელიწადი არ არის კომისიის თავმჯდომარე და არაფერი არ შეძლო. ვასილე, მაგრამ ეგ არაფერ კავშირში არ არის. იმის შემდეგ შეცვლა თუ არ შეცვლა, იმასთან რაც ირაკლი ჩიქოვანის თავმჯდომარეობის დროს ხდებოდა კომისიაში, ისე როგორც მანამდე რა ხდებოდა, არც ის არ არის არანაირ კავშირში. ჩვენ ყველა ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებებზე ვაღებთ პასუხს ბატონო ირაკლი ჩემზე უკეთესად იცით ეს. ამიტომ ეგ ამბავი არაფერ კავშირში ერთმანეთთან არ არის. და მაგის რეგულირების ძალიან მარტივი წესები არსებობს. კანონებია მაგას და კანონით შეიძლება ისეთი პროცედურები გაიწეროს, რომ არც საავტომობილები დაიღოს და არც რეგიონები დარჩეს მაუწყებლის გარეშე. მაგრამ ახლა ჩვენ ხოლმე სასაუბროთ არ ვართ შეგვიძლია ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ იყო კანონი ძალიან ნათელი ცალსახა. მე არ ვიზიარებ, რომ კომისიას საერთოდ ქონდა ეს უფლებამოსილება, მაგრამ ეს ჩემი როგორც იურისტის აზრია, მაგრამ თუ კომისია თვლიდა, რომ მას ქონდა ეს უფლებამოსილება, მაშინ ეს უფლებამოსილება ქონდა თანაბრად ყველა სუბიექტთან მიმართებაში და არა შერჩევით თქვენზე და ჩემზე. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ არ ვიზიარებ იმას, რომ კომისიას ეს საერთოდ შეეძლო. გავახდილეთ სხვა პანელის მოთამაშეებს და დავიწყეთ ეგრეთ წოდებული ტრანზიტორების დანს. თქვენ ალბათ იმათო გავიგეთ. ეხლა სხვა საკითხზე გადავიდეთ, მე მგონი ეს ამოვწურეთ, იმიტომ რომ ტრიალებს თქვენ იცით, იმიტომ რომ წერილობით პასუხშიც ჩვენ კითხვებშიც იყო ეს კითხვა და თქვენს გაგვიცით პასუხი, მაგრამ ეხლა საჯაროდ რომ გითხრათ მადისთან, შეფასე მადისთან დაკავშირებით იცით ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა, იცით რომ საუბარია იმაზე, რომ სწორედ თქვენი საშუალებით ხდებოდა ამ კომპანიის გარშემო გალერის უბედურება, რაც მას თავს დატრიალდა და ასევე ის, რომ GMG-ისთვის ხელშეწყობა ხდებოდა თქვენი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან მის დაფუძნებლები თქვენი მეგობრები იყვნენ, ეს არის ისტორია, რომელიც ჩვენ მოგვიყვნა და რომელიც საჩუქრებში ჩანს და ამიტომ ყველანაირად ვცდილობდით მისთვის სასარგებლო გარემოს შექმნას. მაგრამ ეს ხდებოდა არა ისე ვირტუალურად და თეორიულად, არამედ ეს ხდებოდა ძალიან ბევრი შეხვედრებით თქვენს კაბინეტში, ადამიანების და კომპანიების დაბარებებით, მუხარით, მათზე ზეწოლით და იძულების მექანიზმების გამოყენებით. ეს უბრალოდ მოკლეშინაა იმის, რაც იცით თქვენ ალბათ, იმიტომ რომ როგორც მე ვიცით, ვახადებდით მე წაკლებად კომისიის ხტომებს, იცით ამ ბრალდებების შესახებ და იქნებ თქვენი ვერსია გითხრათ მადისთან დაკავშირებით, რა როდის დროის რა მონაკვეთებში მოხდა და ყველას გვეტყვით იმაზე, რომ ერთ დღეს 3 დეკემბერზეა საუბარი, განხორციელებული ყველა მოქმედება ერთდროულად, მაშინ როდესაც კომისიას როგორც წესი მეტი დრო ჭირდებოდა ხოლმე ეს გადაწყვეტილებების მიღებისთვის, ხომ არა ჩანს ეჭვებს და ეს იყო გამოწვეული. კი, მაგრამ ეხლა გესმით ჩემი? ეხლა თუ გესმით? მოდი გავთიშოთ და თავიდან დავიღოთ. ეხლა გესმით? ჩვენ გვესმის თქვენ თუ გესმით ბატონო. კი, ბოლო კითხვა იყო 3 დეკემბერთან დაკავშირებით. გესმით? ხო, მეგობრებო, გავთიშოთ და თავიდან. კი. ირაკლი, ბატონო ირაკლი, გავთიშოთ ახლა ჩვენ ერთი წუთი თავიდან დაგიკავშირდებით, რომ გამოვასწოროთ ხარ ეს.
Алло. ეხლა თუ გესმით ჩვენი? ეხლა მე ან ბოლო კითხვა, ბოლო ნაწილი კითხვის ის იყო, რომ იცით, რომ 3 დეკემბერს განხორციელდა ყველა ქმედება ერთდროულად ერთ დღეში, მათ მიერ განცხადების შემოტანიდან დაწყებული და პროცედურების დასრულებით დამთავრებული. და შესაბამისად საჩივრების უღაროს ნაწილში ეს ფაქტიც არის გამოყენებული როგორც იმის მტკიცებულება, რომ თქვენ პირადად იყავით დაინტერესებული ამ საკითხით და ამიტომ განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან აი ესე უცბად ერთ დღეში ყველა პრობლემა მოუგვარეს განხილვის და პროცედურების დაცვის გარეშე. მე ვაკეთებ პრობლემები, პრობლემა მოუგვარეს მაგის სამ ის პრობლემების არ უშვებენ რამეა ეგრევე ვაჭერ და მაგის მე ხარ კიდევ ორჯერ ადამიანებს ერთხელ სომასთან და მეორეჯერ ამოვიდეთ ჩემთან პროდუქცია ჯოვარ ადამიანებს აქტივებია და დამატებენ შეიძლება ჯემისთან არ ვიდეოებას არ ამავე არ არის როგორი იყო ვიდეო ჩემპიონი ეურო რომი ამახა ხანებოდ მეგობრობა მაგავშიებს საკმაოდ დიდი ხანი ლევონთან მამუკა ჩემი მეგობრის ძალიან მეგობრია ჩვენ ეს პლანეტა საკმაოდ კარგი და ახალგაზრდა მათ შეიძლება იცენზია პროგრამას ჩვენ მე პროგრამას ვარდიცობ მაგრამ უნებრივი მართან და ესე თქვა იორი ხარი ინფორმაციის ანალიზი კომისია მე მარტანი და დამი ამბობ ის არის და თავის დეპარტამენტი მოდა არის ვიდეოა თავი მაგრამ იორი პიატის თუ არის გაქვს ეს ინფორმაცია და ახლა პროგრამები ამაში არის კარგობა არ მესმის უბრალოდ და ჩემს მეგობრებს ვთქვი ვახერხე სამხობნა მათისგან მეგონი ორი ლიცენზია ჰქონდა უარმიშება მეგონი ლიცენზია ჰქონდა ერთი ლიცენზია მიგიწვა ამაში რომ მე ვიღაცას გავემუქრე და ავიჯერე და გავუქმეთე ძალიან შორს არის მომენტი ბატონო ირაკლი თქვენს კაბინეტში ამის საკითხის მონდა თუ არა მაგრამ კითხვის დროს მე ამაზე ვისაუბრე იყო თუ არა შეხვედრები რომლებზეც აი ამ გამოკითხვის დროს იყო საუბარი როდესაც თქვენ საკაბელოებს იბარებდით ისე ვამბობ როგორც ეს საჩივრებში და განცხადებებში იყო ნათქვამი საკაბელოებს იბარებდით ემუქრებოდით ბატონმა ჩიგოგიძემს და ხატოვნად მოგიყვა ორი პიტბულის შესახებ ისტორია ეს ასეთი ტიპის შეხვედრები იმართებოდა თქვენს კაბინეტში თუ არ იმართებოდა სადაც საკაბელოებისგან მოითხოვეთ თქვენ ჯერჯერობით ჩართვას და შესაბამისად ამაზე ლაპარაკი როცა საუბარია ხელის შეწყობაზე ამ კომპანიისთვის უკან საკაბელოებთან შეხვედრები სულ რამოდენიმეჯერ მოგდა არანაირი ხოლმე ყველა მახსოვს მაგრამ ბათუმის საკაბელოებთან მოგდა შეხვედრა Shibogit this time on the Jubilees Adwood. The sun on the Shavodra on the Wadmishima. Shidastan, Interesul ideea este că nu sunt cartacania. Nu cartacania nu vor trebuie să spună, am gândit de conta și poate că mă spune de să interesul. Am scris ce o să libare, nu cred că e clar în capsul. Avem la lucru. Asta e o libare de tot, asta nu avem. Ai da, de Parlament. Problemul Quattro, am spus că asta trebuie, voi mâncarea, și că am să chiar să ne magrebă pe sau am un farseu și să luăm în Parlamentul, asta Prosim, dar mai am avem o analiză a celor nu șopte din actuală o să ai un șef de la mine nu pot. Nu să te dau trebuie. Nu ce mă dau cu la așa. Trebuie, nu să găsirea de șulia la. Atunci cabinet ce sau care va tunela. Veniamo, o risale minimo di 40.
საუბარი არ არის კომისიის ფორმატში შეხვედრებზე, რომელიც ოქმით იწერებოდა და ასე შემდეგ. საუბარია თქვენს კაბინეტში შეხვედრებზე. აი ესე ამ შეხვედრებზე გვაინტერესებს ჩვენ თორე ის რაც საჯარო სხდომაზე ხდებოდა ეს რაც ცნობილია და ამაზე არ არის ბატონო ვერ გავიგეთ რა მიპასუხეთ ბოლოს კაბინეტში არ გამომარებია და არ გამომარებია თუ კიდევ მეორე უკანა თითულება ის რომ ადამიანს ბევრი კარგი ამოასწორე თორე და დასამცირებელი არ ვიცი ესეთი არაერთი არა ეს არავის არ მოგებს ეს არავის არ მოგებს მუქარა არის ამ მომენტ ესეთი ის ჯიგოგეთის მანკანტურთან და ის იურისტთან და მესამე შეხვედრა გავახსენდა არ ვიცი ვიღაც ადამიანთან ერთად იყო არ ვიცი ეს გამომდინარეობა ჯიგოგიძე და ის ალბათ არის არავის არ მოგებს რომ თქვენ ემუქრებოდეს რომ არ ვიცი არ უთქვამს არავის რომ თქვენ ემუქრებოდით იმით რომ კანონის შესრულება დასაკითხებია. საუბარი იყო იმაზე რომ თქვენ ემუქრებოდით ჩართეთ GMG თორემ დასანქცირდებია. არა კანონი დაიცავდა დასანქცირდებია, არამედ ჩართეთ GMG თორემ დასანქცირდებია. ეს არის ბრალდება, რომელსაც იყენებენ. იმიან გილაძე პარტნიორზე ჩვენ დავახსოვდეთ ეს რომ მე არ საკცირებული ვყავს, ისაც უნდა ჩართული GMG. თქო. კომენტი თქვენ აუღებული გაქვთ კომისიიდან. კარგად ნახეთ, რამდენი კომპანია დასანქცირებული, რომელსაც GMG ჩართული. რომელსაც GMG რა ნახეთ, ამაში ევაკროდა მიჩესახე რაღაცების ნახო, მე რა ნახე მინიმუმ 5. ანუ ხა ცოტა უცნაური ყველამობის, რომ ადამიანი გამოდის და იძახის, რომ უჩართავდი დასანქცირებული, ამ დროს ჩართულია დასანქცირებული. მოსაგებია. ამიტომ სარი, აბარაკი, მე აბარაკები ფაქტს. ამ ხუთი მამალის თანმიმდევრული დასანქცირებული შემიძლია ითხრათ ამოწერილი მაგრამ არკანებურად მედიცინა. მე ხელი არ მიმდევრ ძნელია ძალიან დიდი მასალა ამის ონა არ არის. ხუთი მემორ საკმარისია რომ დაუშვათ ამ რაოდენობას უყოს. ჩამოგუჩვენეთ. თუ გაქვთ ახლა ხელთ ეს ინფორმაცია. რა უნდა ამის ნახოთ, მე ვთქვი ბოლოს. არა, ჩვენ ვნახოთ ხოლმე თქვენ თუ გაქვთ ხელთ თქვენ ინფორმაცია. მე ნახოთ ზუსტად. კარგი, კი ბატონო, ჩვენ მოვიცით. კი, რა თქმა უნდა, პრობლემა არის. შემდეგ ისე ხო. ისა ერთი არის ხა თუ გაინტერესებს ფაქტი შემოწოდებული თუ ვარ. ძალიან საქართველოში არის ოფიციალურად 1.200.000 კათოლიკე. რეგისტრირებული თუ სამომავლოები მიღებენ ბოლოს 3.400.000-ია, 1.200.000 ოჯახი ემა. ოშონფაში რეალურ ყოველთან შორს არ არის. პოლიციაში მუშაობის მაცხებისას ეგრეთ წოდებული საკაბელო ტელევიზია უნდა 190.000. ეხლა არ ვიცი როგორ წარმოვიდგენიათ რომ 1.200.000 ოჯახიდან 190.000 ტელევიზია. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს თვითონ ციფრი არის თუ არა მისი შეიძლება შემოგვიჯოს 250.000 ოჯახი და აქედან დაახლოებით 100.000 ან ცოტა მეტი სიმპრატული გავასწორებს. და დამერჩენებს აქვს 140.000 ჩემს პირადად რა ვიცი დავადე, იმიტომ რომ ამაჩერება შემოწმების სერიოზული და ჩვენ ეს საკითხი გავაკეთეთ რამდენიმე კომისია მარტო ამ შემოწმება. შეიძლება იწერ განაცხადებული წარმოგიდგენთ მეშონება ამი არაულება ადამიანი დაუშვათ დიდხანში ვისაც არ აქვს ესეთი ტელევიზია. პრობლემზე არ აქვს პრობლემზე არ აქვს. როგორც ჩვენ ამ სფეროს შევეჭერთ დავაყენოთ ტელევიზორს სტანდარტად. პირველ რიგში ამ კარგი გახდა რომ
დაუშვათ ეგრეთ დიდი აპონენტები არსებობს, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი ეფექტმა არსებობს, მაგრამ თანამედროვე დამტკიცება უბრალოდ ციფრია ძალიან უცნაური. შეუსაბამო აბსოლუტურად. ძალიან სერიოზული ბევრი მილიონი. არაერთი არაორი, ბევრი. ძალიან ბევრი. ბატონო, გესმით ახლა ჩვენ ხო? მოგესალმებით ბატონერები, ერთი შეკითხვა მაქვს. მინდა უბრალოდ ერთი დეტალი დავაზუსტოთ ამ GMG-სთან და საერთოდ ოპერატორებთან კომუნიკაციის. მაინტერესებს ეს GNN-ის წარმომადგენელთან გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ეს 8 საკაბელოს გაერთიანება რომ არის. რა სახის კომუნიკაცია გქონდათ და საერთოდ იღებთ თუ არა მონაწილეობას ამ GMG-ის ტარიფის დადგენაში. ანუ GNN-თან თუ გქონდათ საერთოდ კომუნიკაცია თქვენ პირადად GMG-ის ჩართვასთან დაკავშირებით. ანუ მის ქსელში ანუ საკაბელო 8 საკაბელო ოპერატორის გაერთიანება GNN-ი იცით და ამ GNN-თან თუ გქონდათ კომუნიკაცია GMG-ის ჩართვასთან დაკავშირებით და თუ განიხილავდით კიდევ ტარიფის საკითხს. ჩვენც ვიცით რომ შუაში არ უნდა იყოს, მაგრამ თქვენ თუ გქონიათ ეს მე როგორ უნდა გამოვიდოდი GMG-ის ტარიფი? ეს არ არის ის სფერო, რომელსაც არეგულირებს. კაი, პირველი ნაწილი საერთოდ ჩართვაზე თუ გქონიათ GNN-თან კომუნიკაცია, GMG-ის ჩართვაზე GNN-ის მიერ. ანუ ამ ქსელების მიერ. ერთი მათემატიკა საუბარი იყო ბათუმის საკაბელოთან მოლებადებს. ყოველდღე ეგრე დავესმარო, მაგრამ მე როგორ დაგეხმარო ტარიფის სისტემა. ჩარტო მიგდანი ჩარტი. არა, მე დაიწყო. GNA თან ამას. GNN ეს არის ბატონია როგორია? სამი ბოლი საკაბელო გაერთიანება, მათ კონდიცი. თორემ ასე მიიღეს შემო. ასეთო პროექტი ბატონო, GNN ეს არის მირიან გიგნაძის კომპანია თაღან რაც ბრძანებს. გაერთიანება რა შეიძლება საკონდიცია. GNN არის მირიან გიგნაძის კომპანია. კითხვა იმის შესახებ. გიგნაძესთან თუ გქონიათ საუბარი ამის შესახებ. ჩართავდა რომ საკამათო თანტიტორი GMG-ის არ მინიმუმ 5 არის სანქციონირებული ვისაც ჩართული ხომ. რამე დაიწყო რომ კალკულირებული. გასაგებია. შემდეგი საკითხი რომელიც ჩვენ აქ გვქონდა გამოგზავნილ კითხვაში. მაუწყებლობის პრიორიტეტებზე იყო კითხვა, თქვენი პასუხი გვაქვს, სადაც ამბობთ, რომ ჩემამდე ირღვევოდა ეს კანონიო, თუმცა ერთი ძალიან კონკრეტული კითხვა გვაქვს, იყო თუ არა თქვენთვის პირადად ცნობილი იმის შესახებ, რომ 2007 წელს ჯერ კიდევ 2007 წელს ანუ ნონიკაშვილის თავმჯდომარეობის დროს ჩატარდა პირველი კვლევა იმავე კომპანიასთან BCG-სთან, რომელიც შემდეგ იყო დაქირავებული და ამ კვლევის შედეგები არ მიიღო მაშინ კომისიამ. ეს იყო ინფორმაცია თუ გქონდათ თქვენ ამის შესახებ ეს გვაინტერესებს. არა. ქიდაშვილის არა, ნონიკაშვილის დროს. არა. ქიდაშვილი არა. არა. შემდეგი ვაგერებს ვაგერებს არ მე მგონი პირიქით უნდა იყოს რომ ჩემო დამხავდეთ როგორ და არა ეგ გასაგებია უბრალოდ იმ კომპანიასთან დაიდო აი ჩვენ ბევრი დაიწყო და არ დაგვიჭერა აი მაგრამ მე მგონი პრიუსი უნდა იყოს ეს როგორც იქნება დამხავდეთ და აი ეს როგორ პროექტი შედეგი სამეზე სიტუაცია იყო და მომავალ ხალხისტრებოდა მეომდენას მახსოვს არ ვიცი ჯერ არ მახსოვს მაგრამ მე მახსოვს თქვენი პარტიიდან იყო რამდენი მეგონი ბერძენიშვილი
მოგონი თუ არა მოგონი პანონიმონი ეს ახლა მოგონი მე მგონი ესე მაგ ხო, მაგაში არა ვთქვი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ეს იმიტომ გვაინტერესებს, რომ კომპანია მასაგებია, კარგია, რომ თქვენ დროს დამთავრდა ეს, ოდესღაც რომ დამთავრდა თავისთავად კარგია. აქ კითხვა სხვა რამეზეა უბრალოდ, რომ ეს დაგვეთა. დავიგე, ხო მე ამიტომ გითხეთ, მაინტერესებდა იცოდეთ თუ არა, იმიტომ რომ დაგვეთა შეასრულა კომპანიამ, რომელიც წესით ყველა კანონის დაცვით დისკვალიფიცირებული უნდა ყოლოდათ, იმიტომ რომ ერთხელ უკვე დაგირღვიათ კონტრაქტის პირობები, მაგრამ ნუ აღმოჩნდა, რომ არავინ ამის შესახებ არაფერი არ იცოდით, რა გამოცნაურია, მაგრამ მე კიდევ ის რომ BCG-სთან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას 2007 წელს ჰქონდა ხელშეკრულება დადებული, რომელიც ვერ შეასრულა BCG. ამიტომ კომისიამ არ მიიღო კვლევის შედეგები. ეს თუ იყო თქვენთვის ცნობილი, ეს იყო საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ BCG-სთან ახალი კონტრაქტი აღარ გაფორმებულიყო. იმიტომ რომ ერთხელ ამ კომპანიამ ხელშეკრულება დაარღვია კომისიასთან. მაგრამ როგორც თქვენ არ იცოდით ამის შესახებ, ამას ვაზუსტებდი. კონტრაქტი ჩემთან დაკავშირებული, აი თუ ჩემამდე. ზუსტად ამას ვაზუსტებდი, იცოდით თუ არა თქვენ და მივიღე პასუხი, რომ არ იცოდით, ისე როგორც აღმოჩნდა, რომ არავინ არაფერი არ იცოდა. კონტრაქტი მე არ გამიგია ჩემამდე, აი. გამართა უბრალოდ შავსიაში შეტანა როგორც ცნობილია შესყიდვებში მონაწილე პირების არის ერთი წლის ვადით დაუბრუნდა შავსიაში ხარკი წელი ერთ-ერთი შავსიაში არა ვიცით ხოლმე ამას ვერ იხარხარ იაგროვარი ყოფილიო 2008-ში დაიწყო ვაში ხო მე იმას ვკითხულობ თუ იცოდა მაგრამ ამ შემთხვევაში საერთაშორისო შედეგს ხო, ხარ დაჭერდა მაინც. რომელსაც დამთავრდა კვლევა ბატონო ირაკლი. უბრალოდ თქვენი კომისიაში მისულიდან რამდენი წლის თავზე დამთავრდა კვლევა. ერთი წელი დაჭერდა კიდევ 11-ში. 2 წელი დაჭერდა კიდევ მაინც დამთავრდა. მოი გონდა ჩასაწყობებელი იყო, რაღაც იყო ეს აი პრობლემა არ იყო. ახალი პროექტი თუ ჩატარება დამკვიდრდა დამატებითი ტექნოლოგიის გასაწყობი ხო? გასაგებია. არა, როგორ გასაწყობზე 2011 წლის აპრილში დამთავრდა ეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ დანარჩენმა საქართველოს ესე გავიგეთ და თქვენ როდის ხონდათ მაგიდაზე ეს კარგი მახსოვდება. კარგი, შემდეგ კითხვა არის პორტირება. ამაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ დღეს კომისიის სხვა წევრებთანაც. თქვენი პასუხის გვინდა, რამდენიმე კითხვა არის. ერთად დაგიცნობთ, იმიტომ რომ მე მიჭირს ხოლმე ჩართვა თქვენ აღარ გესმით ჩვენი ხმა, როცა თქვენ საუბრობთ. ამიტომ არა, ეხლა კი მაგრამ თქვენი საუბრის დროს ვეღარ გერთვებით, იმიტომ რომ ვერ გაგიმიგებთ ხოლმე. როგორ შეირჩა ის მოდელი პირველ რიგში, აი ეს რომ მოგვიყვეთ, ანუ ჩვენ გვაინტერესებს ფორმალურად კომისიის ხმები ტარდებოდა ამაზე თუ ექსპერტებთან კონსულტაციებს გადიოდით თუ რა ფორმით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება იმ მოდელზე, რომელზეც შემდეგ გამოცხადდა რომელიც შემდეგ გამოცხადდა და რომლის დოკუმენტით შემდეგ დაიდო. ეს ვამბობ მადამ სანამ ტენდერი ჩატარდებოდა. მოდელზე შეთანხმება როგორ მოხდა, ჯერ ის რომ გითხრათ და მე დაგვრჩა. აცოდეთ წალი, გამოგონებული საკონტროლო დოკუმენტის ეს მოდელი არ აღწერილი. ხო და მოდელზე როგორ მოხდა ხო შეთანხმება ამას გითხულობ. მე არ ჯობია და მაგათ როგორ მოხდა 2008 წელს გამოგვეყრდა დოკუმენტი კიდევ სადაც ეს მოდელი არის აღწერილი და ოპერატორებთან ეს დოკუმენტი არსებობს. 2008 კი, თუმცა შემდეგ თქვენი ხალი მოგონებული არაფერი არ მოხდა. ანუ ოპერატორები 2008 წელს ვიწოდენ თუ რა მოდელი უნდა მომხდარიყო ეს პროექტი. ანუ ის ახალი ის დოკუმენტი აღწერილია ამ მოდელი არ შეგვიძლია. გასაგებია, ამას არ გეკითხებით, ოპერატორებმა რა იცოდნენ ეს არ მიგითხავს მე. 2008-ში, როდესაც მოხდა მოდელის მიღება, მოხდა მოდელის მიღება არ უბრალოდ ამ მოდელის გამოქვეყნება, მაგრამ უკვე თქვენი თავმჯდომარეობის დროს ხდება მისი ფაქტურად დადასტურება, იმიტომ რომ სწორედ თქვენი თავმჯდომარეობის დროს გამოქვეყნდა ის როგორც საკონკურსო პირობა. და მე გეკითხებით, თუ რაიმე ტიპის შეხვედრები, კონსულტაციები ექსპერტებთან, ფორმალური პროცედურები გატარდა მანამდე, სანამ აი გამოქვეყნებული მოდელიდან მივიდოდით უკვე მის ოფიციალურ სახემდე, ანუ საკონკურსო პირობად გამოცხადებამდე. უამრავი შეხვედრა ოპერატორებთან. ოპერატორებზე არ გეკითხებით, ბატონო ირაკლი. მე მაინტერესებს
სხვა დანარჩენ საზოგადოებასთან თუ იყო. მაგალითად, ექსპერტებთან თუ ხდებოდა კონსულტაციების ექსპერტებისგან მიედება. ოპერატორებს არ მითხოვოთ მხოლოდ. ბატონო? ოპერატორი გიორგი ავალიანი ჩართული იყო საერთაშორისო პრაქტიკა მანათმოიძე, ანუ ვის თან შეხვედრაზე მემორანდუმი ოპერატორები ჩართული იყვნენ. დოკუმენტი 2009 წელს შეიქმნა. ვის თან შეხვედრაზე მემორანდუმი? ოპერატორები გავიგეთ, სხვა ვინმესთან თუ ქონიათ თქო, ამას გეკითხეთ, მაგალითად ექსპერტებთან დარგის, რომლებიც არ არიან არც ჯეოსელი, არც მაგთი, არც ვილაიმი და არც ერთი ოპერატორის წარმომადგენელი. მაგალითად გიორგი ავალიანი იყო თქვენი მრჩეველი და თქვენი თანამშრომელი. ამიტომ მე გეკითხები, სხვა გარეშე მესამე პირებთან თუ ქონდათ ურთიერთობა? ერთადერთი პარაგრაფია კომისიაში უამრავი ადამიანი ჩართული და ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი მოაწყობა ეს შემუშავება ოპერატორებთან ერთად გავლა ანუ ეს ერთი და ორი კაცი არ არის და ავტომატურად შეაძლოა მოვიდება ზონირება. Agentierlich was EPR's expertise on charter network fast apparently შეიძლება იქნება. ამას ჩართული იყო რამდენიძეა ირაკლი მოვიდა. ირაკლი მოვიდა თამბაქი მას და ორი ექსპერტი იყო მომეშლება ამაში ჩართული. ამას ეკითხებოდი ბატონებები, გარდა კომისიის თანამშრომლების და დაინტერესებული პირების, ანუ კომპანიებისა, ვინმე თუ კიდევ იყო ჩართული. არა, კომისიიდან ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ეგ დოკუმენტები, იმიტომ რომ როგორც არ არსებობს ესეთი დოკუმენტები, რომელიც შეიქმნა ამ მსჯელობების პროცესში. ეს იქნებოდა დამშვენებელი, ამ დასაბუთებები, არგუმენტაცია, ექსპერტიზა. არგუმენტაცია საექსპერტო დასაბუთებები. ამას ნაკავშირებით შეიძლება გამარტივად გავაკეთოთ. რამოდელი არჩია საქართველოს შვედეთის მოდელი, ლიტვის, ლატვიის, ბულგარიის, გერმანიის ხო დამშვენი მიეკუთვნება დამოუკიდებელი მარებულებული ორგანოს კომისიის უფლებამოსილებას. მოგეხსენებათ არსებობს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარებულებელი ორგანოების შესახებ. მეოთხე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად წერია დამოუკიდებელი მარებულებელი ორგანოს დაწესების გადასახადს შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. და ასევე არის მეექვსე მესამე მუხლის მეექვსე მუხლის მესამე პუნქტი რომ ნებისმიერი პირის ცდელობა განახორციელოს იურისდიქცია დამოუკიდებელი მარებულებული ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, მიკუთვნების სფეროზე არის უკანონო. ასე რომ ის რა მოდელი არჩია, რომელი მოდელი უნდა ერჩია, ამის კონტროლი, ამის გადასინჯვა, გადაწყვეტილების, ამის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს და ამის უფლებაში სამისად ამ კანონის თანახმად არ გააჩნია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული საკომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია და ნებისმიერი ასეთი შეფასება თუ ისშევა დასკვნაში იგაჩნია რომ ეს იქნება წინამდებობაში ბატონერები ერთი წუთი ირაკლი დაასრულებს და შემდეგ დაგიბრუნდებით ერთი წუთი დაფერმებით. ეს კონტექსტი იქნება წინამდებობაში მოვა, აი მითითებულ საქართველოს ეროვნული მარებულებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონთან და შესაბამისად გვაქვს ჩვენ დაუხსნით პოზიციას რომ არსებითად პროცედურა დაგროვულია, პროცედურა დაგროვულია, რა თქმა უნდა საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებში აღნიშნული შედის, მაგრამ არსებითად რომელი მოდელი და ერჩიან, არ არჩიან, სხვა მოდელი ჯობდა ამ შემთხვევაში, რომელი იყო რენტაბელური და საკმაოდ ბევრი დრო დახარჯა კომისიამ ამ დაკავშირებით, აღნიშნული კანონის თანახმად უბრალოდ დროს დავხარჯავთ ამაზე მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ მოდელის შერჩევას არ მოახორციელებთ, ეს ჩვენი საქმე არ არის. ისე როგორც ბევრი სხვა საკითხზე, მე დღეს ბევრჯერ გავმართე, რომ იგივე თუნდაც სიმბოლურ ფორმულაზე, რაც ახლა მსჯელობის სანამ ეს ჩართვა განხორციელდებოდა, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, რომელი ფორმულა სწორია, რომელსაც მანამდე იყენებდა კომისია, დღეს იყენებს კომისია, მაგრამ ნამდვილად ჩვენი გადასაწყვეტი არის
სამსჯელოა და დასწრაში აუცილებლად მოხდება როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება კომისია. აუცილებლად მოხდება ეს. ამიტომ ვეკითხებით, არსებობს თუ არა ექსპერტების დასკვნები. ეს იყო ირაკლი ჩიქოვანის პირადი გადაწყვეტილება თუ მანამდე გიორგი არველაძის თუ ისევ კიდევ მანამდე რომელიმე სხვა კომისიის თავმჯდომარის თუ დაცული იყო წესები, რომლის მიხედვითაც რაციონალურად მივიდა კომისია იქამდე, რომ ეს არის მოდელი, რომელსაც მოვდივართ შემოთავაზებით და აბა მიპასუხოთ. ამიტომ ჩვენი ჯესები არც კომპეტენცია გვაქვს თავი დავანებოთ სამართლებრივ მხარეს. იმის განსაზღვრად პორტაბელობის რამოდენი ჯობია, მაგრამ ნამდვილად იმის ვალდებულება გავაღვიოთ, სწორად მივიდნენ თუ არა იქამდე სადამდეც მივიდნენ ერთი და მეორე აზარალდა თუ არა მომხმარებლის ინტერესები მთელ ამ პროცესში თუ პირიქით მოგებული დარჩა მომხმარებელი. ჩვენ ვფიქრობთ დღეს ამ თვითმდგომარეობით სანამ არ დასრულებულა და შესაბამისად არავითარი დასკვნა არ აქვს დაზარალდა მომხმარებლის ინტერესები, ეს საკითხები იმას ემსახურება, არამარტო დღევანდელი, არამედ მთელი ეს პროცედურა, რომ გავაღვიოთ, სწორად ჩამოგვიყალიბდა აზრი თუ არასწორად ჩამოგვიყალიბდა აზრი. მე მგონი ძალიან პარტიულია. ამიტომ რომელი მოდელი ჯობია, ეს ჩვენ არც ვიცით და არც გვაინტერესებს. მაგრამ როგორ მოხდა მოდელის შერჩევა, ეს ნამდვილად გვაინტერესებს და ამას ვარღვევთ ახლა და ამას ვეკითხებოდი ზუსტად. მაშინ შეკითხვა არ მოგწონთ ირაკლისთან, ირაკლი რომ მივიდა შერჩეული, დამტკიცებული მოდელი. ესე არის. შევჩევ დამტკიცებული ის საბოლოოდ გაფორმებული არის იმ დღიდან სტენდერი გამოცხადა. მოგვიყვანებული დამტკიცებული. თუმცა ეს არის იყო განხილვისთვის. ის გადაიგზავნა კომპანიებს თვითონ უთხრა რომ კომპანიის 2008 წლიდან ედოთო და შეეძლოთ განეხილოთ ეს თქვა ამან უკვე და სწორედ ამიტომ ვკითხები. შემდეგ ამ პროცესში თუ იყო რამე კონსულტაციები. ეს რო თქვა ამაზე იყო ჩემი თვითონ. ამაზე პასუხობთ. მიღებული ხოდა კომისიას მოდელი დამხոտაო მიღებული მოდელი და ის გამოქვეყნდა კომპანიებს გადაეცათ და წინადო 2 წელი და შეძლოთ იგივე ვითხრა კომისიის გადაეცაჩებინა კომისიაში. ოპერატორად შეიძლება გაისაჩივრებინა კომისიის. ბატონო ირაკლი, გასაჩივრებაზე იყო იქ საკითხი თუ მოდელი იმიტომ იყო გამოქვეყნებული რომ კომპანიებს ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს საკუთარი აზრები გამოეთქვათ და მე შემდეგ ეს თქვენთან შეჯერებული. ჯერ ამაზე გვიპასუხეთ და მე გადავიდეთ სხვა საკითხზე. ჯერ ამაზე გვიპასუხეთ და მე გადავიდეთ. იგი გადავიდეთ რომ წელიწადში თითოეული ჩვენთაგანი იხდის დაახლოებით 90 წელს და ეკონომიას აკეთებს დაახლოებით 155 ლარის ამით დაზარალდა მომხმარებელი და რაც შეიძლება იყო თუ არა თქვენ გადმოგეცათ აუდიო ჩანაწერი ისე რომ საკონკურსო კომისიის ეკონომიკა იქნება ათლადარი ყველაფერი ამ აუდიო ჩანაწერი თუ სვენებდება საკონკურსო კომისიის აუდიო ჩანაწერი უკვე შემდეგია ბატონო ირაკლი ბატონო ირაკლი თქვენ არ პასუხობთ კითხვას უკაცრავად რა ჩვენ ლაპარაკობთ სხვადასხვა ენაზე მე მგონი ჩვენ გეკითხებით 2008 წელს როცა გამოქვეყნდა მოდელი ერთი ამბავია ერთი თარიღია მეორე თარიღია როდესაც ჩატარდა კონკურსი მაგრამ შუაში თითქმის 2 წელია აი ამ მოწელს სულ ჩვენ ახლა შეკითხვას ამ განმავლობაში რა ხდებოდა ოპერატორი უამრავი ცალ-ცალკე ინდივიდუალურად რატო მიზანი რა იყო ამ შეხვედრებში რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა მათ ძალიან კარგად იცოდნენ რა მოდელი შეხვედრა ხდებოდა არავის ეს მოდელი არ გაუსაჩივრებია ბატონო ირაკლი ეს შეხვედრები რა მიზანს ემსახურებოდა გაცნობას კომპანიებისთვის მოდელის თუ იყო შესაძლებლობა კონსულტაციების შედეგად ამ მოდელში ცვლილებების შეტანის მხოლოდ გაცნობა იყო თუ იყო კონსულტაციები შემდგომი დახვეწისთვის მოდელის პრეტენზიები რომ გამოეთქვათ ხო ბრძანებთ რომ არ გამოუთქვამთ რომ გამოეთქვათ პრეტენზიები შესაძლებლობა იყო ცვლილების იქნებოდა ჩვენ შევცვლიდით ამაზე ირაკლი საუბარი მასწორედ ამ რამ შემოთავაზებდნენ როგორ მე მგონი არც ერთი დიდი მადლობა არც მე და ყველანაირ სკოლაში გავანებოთ ბოლოს და ბოლოს საკონკურსო კომისიას განსაკუთრებულად გასაგებია გავიგეთ ბატონო ირაკლი გავიგეთ ძალიან ყოვლის მოწვევი კონსულტაციები ტარდებოდა ოპერატორებთან სხვასთან ვის თანამშრომლობდნენ იმенно ჩართული იყო ოპერატორები ჩართული იყვნენ და მე არ ვიცი ვინ შეიძლება ყოფილიყო ჩართული მაგალითად მე ვეზარუნები გავიგეთ გასაგებია სწორედ ამას ვაზუსტებდით რომ ის 2 წელი იყო მხოლოდ იმიტომ რომ გაგეცნოს დოკუმენტი თუ მივისაქვს რომ ეს არ იყო საბოლოო პროდუქტი მაგრამ ამის დაზუსტება საკითხი შეფოთრები ყოველთვის იმით ხარდება რომ გავარებოთ აქ რაიმე არგუმენტი რომ
დავიგეთ, აირაკის პარამეს ამბობდა და სწორედ ამიტომ დაგაზუსტებინეთ ეს. გასაგებია ჩვენც ესე ვიცოდით, მაგრამ მაინც დავაზუსტეთ. მსგავსი შეფასებები არ მარტო ამ თემაზე იყო, არამედ ბევრი სხვა თემაზე იყო, რომელიც მათ ფინანსურ ინტერესებს შეიძლებოდა სავარაუდოდ შეეხებოდა. დავიგეთ, მადლობთ, გასაგებია, სწორედ ამიტომ გვაქვს თქვენთან ისები, რომ თქვენი ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა ეს და არ იყო ის 2008 წლის დოკუმენტი საბოლოო და ბეჭედასმული. სწორედ ამიტომ გვაქვს თქვენთან კითხვები და ირაკლი ამას აყენებდა ჩვენს და ამაზე უკასრულდა. არც ერთი გადაწყვეტილება კომისიის სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ოპერატორებს სხვა ან პროექტის დაწყება რაიმე სხვა, არც მიღებული ოპერატორებთან ძალიან სერიოზული კონსულტაცია გარეშე. არ ვიცი, ვიღაცა ამნეზია დაემართა და სადაც უსმე არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ძალიან კარგად კონსულტა უამრავი ხალხია, ვისაც ეს საკმაოდ კარგად ახსოვს. იმიტომ მე მაგალითად უცნაური ხალხთან მივისმენთ, მაგალითად საერთაშორისო გზის რეგულირებაზე, ნუ ყოველთვის ასაცილო, იგივე ყოველთვის ასაცილო. თქვენ планированный работаем операторы, то возьмем антонна сашоло из венефата, мы სასაცილო წარა, როგორც ეს ხალხი. რომელ ნაწილს გულისხმობთ ჩვენ ორივე ჯგუფთან მქონდა გასაუბრება, ვინც ამას აპროტესტებდა და ვისაც მოსწონდა და სასაცილო რომელი იყო? მე სასაცილოს ვერაფერს ვერ ხედავ ამ ამბებში, მაგრამ თქვენთვის რომელი იყო სასაცილო? ჩემთვის ძალიან სასაცილო, როგორც ადამიანი გამოდის, რომელიც გამიგიჩნევს, რომ რაღაცა შემოვიღო მსგავსი და კომისია არ იყო ამის ინიციატორი, მე დაგითხრათ, ეს არის როგორ მაგომაი არასწორ რეგულირება ესება, ჯობია რომ კონკურენცია გამოიყენო რეგულირება. თუმცა ხანდახან ესეთი რეგულირება ხდება ფორმალურად. არა, მე მაგალითად არც მოგულოა კომისიის ინტერესად მაინც ის დროებით იგივეა. სხვი ოპერატორები და ახალ ოპერატორები თვითონ ძალიან მოწამლებული ეს გადაწყვეტილება იყო. ამას ასაბუთებთ და ჩვენ უცხოელი კიდევაც მაშინ რომ აქ შეიძლება ორი პრობლემა შეიძლება. მაგრამ ძალიან მოწამლებული იყო ჩვენ გადაწყვეტილება. იყო ჩვენ ეს წესის გადაწყვეტილება მაშინ იმის აპირობთ შევთანხმდით იმას შემდეგ რომ დავდებოდით კიდევ ერთ რომ გამიხილავდით, მაგრამ მინდა გითხრათ რომ საბოლოო ჯამში ამითი ბიუჯეტმა მხოლოდ რომ იყო ის რომ ვიღაცამ რაღაცა წააგო, აი ეს არის სასაცილო ზუსტად, იმიტომ რომ ახლა ელემენტარული არითმეტიკა, მათემატიკაზე არ ვთქვი, ქვეშინ წერით მათემატიკას, ვინც ამას ამბობს, თუ ამის ჯერა. უშექნა მე თქვენს არითმეტიკაზე ესე თავამად არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ეხლა მოვაჩინეთ, რომ 22 მილიონიანი არითმეტიკული პრობლემა ქონია თორმე, მაგრამ ნუ ეს ცალკე საუბრის თემა. თამამას უნდა კითხვის დასმა და ძალიან ვთქვათ, როდესაც საუბრობთ, ყურადღება მოგაქციოთ, იმიტომ რომ რაღაცები დაზუსტება გვინდა და ვერ ვახერხებთ სიტყვის ჩაგდებას ხოლმე და ამიტომ ესე შეიძლება ცალმხრივი საუბარი გამოგვივიდეს. ბატონერები ციფრის დაზუსტება მინდოდა. თქვენ ბრძანებთ, რომ 2 წელი მიდიოდა ამ პროექტის განხილვა ოპერატორებთან და აი ეს 2 წელი რო გრძელდებოდა. გაძლევდა თუ არა კანონი 2 წლის განმავლობაში ამ პროცედურების გაწევის შესაძლებლობა რა ქვია ამ ყველაფერს სამართლებრივ ენაზე და რატო გაგრძელდა ეს 2 წელი? ანუ თქვენ როგორც კომისიის თავმჯდომარე ალბათ ამაზე უნდა გქონდეთ პასუხები. აი პორტაბელობის პროექტი, რომელიც იყო გამოქვეყნებული თქვენს მოსვლამდე, შემდეგ ხდებოდით ოპერატორებს 2 წლის განმავლობაში. აი, ხო, ხანგრძლივი შეხვედრა. რამდენი ხანი გრძელდებოდა მაშინ ეს შეხვედრები? მაშინ რამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი? რამდენიმე თვე აქტიურად მიდიოდა შეხვედრები. ანუ თქვენ ამონიათ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთ კვირაში გავიხსენოთ? არა, მე არაფერი არ მგონია, უბრალოდ მე ვიცი კანონის დადგენილი ვადები და საერთოდ მე არ ვიცი, მაგრამ როგორი ამას როჭირდება ეს საკმაოდ სერიოზული სამუშაოა. ეს საკმაოდ დემოკრატია. ოპერატორებს დრო უნდა მიწოს. ეხო ჩარ. რაღაცა შეხვედრა ჩაატარეთ. მე მიდია მოსახერხებლად. მე კიდე ხდება შეხვედრა 2 წელი არ პრაქტიკული პერიოდი. დაახლოებით რამდენი ხანი იყო? ბატონო? დაახლოებით რამდენი ხანი იყო თუ გაიხსნა? თამური თვე ხა და 4 თვე იყო თუ 3 თვე და 15 თვე არ ვიცი, ამუშავებდა. რამდენი თვე? 2 წელი არ. კარგი, მადლობა. მაგრამ კიდევ მაგალითად არ მომწონს და ხან გადახედავთ რომ პრაქტიკულად ეს მაშინ მე რასკობიება მოხდა ხას ის ახალს და ბანზენა
ეს არის ასეთი შემცირება, ჩვენ ვერუთ ასეთი შემცირება, მაგრამ ასეთ შემცირებას არ უნდა დავეროთ. ახლობით 70% შემცირება ფასები და თუ ახლა ეს ვიდეო, მე არ ვიცი მე დამისახები რაიმე საქართველოში რაზე ფასებია 100 შემცირება. და ახლობით 70% შემცირება. და მინდა კიდე გავახსენოთ, რომ სანამ ეს პროტეინები დაიჭირება, ჩვენ შიდა პროტეინები დავაწყდება, შიდა პროტეინები დავაწყდება. რომელიც ასევე არის. ანუ ეს ანუ შეჭრების პერიოდში ფასთა ოპერატორები შიდა პროტეინები ბრენდიდან ვინცე ისუბრებასაც ისინი ერთმან არაძლევდნენ მომხმარებლებს. ანუ თვითონ პირობიდან მიხსო და შიმი აღნიშნე გადასწრებაც არა. დასაგებად ბატონო ორი თუ სამი თვით ადრე ეს რამაც ცოტა სასიკეთოა ცოტა მაგრამ სასიკეთოა უშუალოდ ამის ამოქმედების შემდეგ კიდევ თავადაც ხო აი ჩვენთვისაც მოვიდოდით ჩვენ ვეუბნით ახლა 25% 30% ფასების შემცირებას მაგრამ ესეც ესეც ამოთავაზა ბატონო თავსახად გიდასტურებთ რომ პორტირება იყო ალბათ ყველაზე უფრო კარგი გადაწყვეტილება რაც თქვენ თავმჯდომარეობის დროს ამ კომისიამ როგორც ასეთი გადაწყვეტილება რაც კი კომისიამ ამოხდა მე ესე ვიყავ მე სხვაშორის მარაკის ეს უფრო ყველაზე უფრო სასიკეთო რამ რაც კი გაკეთდა და რაც ქვეყანა ძალიან დააკეთა ზარის შეიძლება სწორედ რაც რეალურად არის ყველაზე დიდი გამაღიზიანებელი მსხვილი ოპერატორები ამაზე დიდი გამაღიზიანებელი მაგრამ მესმის ძალიან მესმის მაგრამ ეს არის ჩემის აზრით პროჟექტში პირადად მე ვიყოთ რომ ჩემს ყველაზე დიდი რამ რაც გავაკეთე კომისიაში მუშაობის დროს მე ვფიქრობ რომ კომისიის მეწევრებს თანამედროვე უნდა ეს არის უზარმაზარი ძალიან მაგარი ძალიან კარგია, ოღონდ გავიგეთ ეს ვითხარით, ბატონოები გავიგეთ ეს ვითხარით უკვე და ესე იგი შეგვიძლია კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ კვლევისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ კანონით ბევრი სხვა რამეს გევალებოდათ და ეგ არისო ერთადერთი რაც გევალებოდათ. ამიტომ გადავიდეთ სხვა საკითხებზე, რომელიც თემების შემდეგ უკვე შედარებით პატარ-პატარა თემები უამრავია. მე პირველ რიგში თქვენ მინდა მოგცეთ საშუალება, ოღონდ ძალიან ვთხოვთ იმ თემებზე გველაპარაკოთ, რაც კომისიის განხილვის საგანი იყო. თქვენ თქვათ რამეს დასამატებელი სათქმელი პასუხგასაცემი იქიდან გამომდინარე, რასაც ისმენდით ამ ახსნა-განმარტებების ჩამორთმების დროს, სხვადასხვა პირების გამოკვლევების დროს. ჯერ ეს გითხარით? არიან მცირედი ნახევრები ხო, კი ბატონო. მე უბრალოდ მინდა ეს აღსაშორებას ყველას ვაძლევთ, თქვენ გაქვთ რამე საქმელი, მე მინდა რომ თქვენ მოგისმინოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გითხოთ ის, რაზეც თქვენ მინდათ რომ თქვენი პოზიცია გამოხატოთ. თავარი პრობლემა ჩემის აზრით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ახლა გაჩნდა და ახალი იყო ჩვენთვის, არის ამის რამდენად მისმენთ ბოლო მომენტში, სანამ თქვენ შემოხვიდოდით. არის ის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მიიღო კომისიამ და რომელთაც ფორმულა შეიცვალა სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა გაგრძელების შემთხვევაში. კი, კომპანიებისთვის გაგრძელების შემთხვევაში ორი კომპანია უკვე მოიქცა ახალი წესის ქვეშ. ეს არის ახალი წესი. ახალი წესით ხდება დათვლა და ორი კომპანია მოხვდა უკვე ამაში, ახალი ქსელები და ჯეუსელი. გაგზავნეს, როდის მოხდა? როდის შეიცვალა? ზაფხულში, ამას ჩემი თავმჯდომარეობის არა, თქვენი თავმჯდომარეობის არა, სწორედ ამას გეუბნებით. ეხლა მოხდა ეს ზაფხულში მოხდა. წესი შეიცვალა სალიცენზიო მოსაკრებლის დათვლის გაგრძელების დროს. არ იცით ამის შესახებ? აი, ძალიან ზედაპირულად. გავიგე, ფორმულა შეიცვალა, მანამდე ითვლიდან ერთი წესით, დღეს ითვლიან მეორე წესით. ამ დათვლებს შორის ხოობა მივიღეთ 22 მილიონი ლარი. ანუ კომპანიებს მოუწევს სავარაუდოდ
დაახლოებით ციფრებზე რა თქმა უნდა დღეს ლაპარაკი 22 მილიონი დოლარით მეტის გადახდა, ვიდრე იხდიდა მანამდე. გაჩნდა კითხვა თქვენ შემთხვევაში ასეთი, იმიტომ რომ თქვენ აღარ ახართ ახლა კომისიის წევრი და ბუნებრივია მეორე კითხვას თქვენ ვერ დაგისვამთ. მაშინ როდესაც თქვენ იყავით კომისიის თავმჯდომარე და მაშინ როდესაც იმ წინა ფორმულით მათემატიკა ახსენეთ და ამაზე გამახსენდა, იმ ფორმულით ხდებოდა საშუალო არითმეტიკურის გამოთვლა, რომლითაც ხდებოდა ხომართულით, რომ თქვენს მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო ძალიან სერიოზული ზიანი აღგებოდა საქართველოს ბიუჯეტს. დღეს დღევანდელი გადასახედით. ვეუბნები ისე როგორც ითვლებოდა, სწორი იყო. ეს მასეთნობა ეს ახალი ამაში რომ ავიჩი. ეს ეხება იმას, ეს იმას ეხება ბატონო ირაკლი, რადგან წეგან თქვენ იცინოდით, რომ ელემენტარული მათემატიკა არ იციან, საშუალო არითმეტიკას გვასწავლიან სკოლაში. ამას ეხება მეტი არაფერს. საშუალო არითმეტიკის გამოთვლის წესები. ან მარტო შეიძლება 2001 წლიდან ითვლებოდა ესე. არავის ამაზე პრეტენზია არ ქონია, შემეცადეთ სამართლიანად ითვლებოდა, ეხლა რატო შეიცვალა? არ ვიცი და შესაბამისად ჩემიდან ვეუბნები ისე როგორც იყო, რომ რა ახალი გარემოებები გაჩნდა. მაზარს ისეთი, რომელმაც შეცვალა ეს ფორმულა. არავითარი ბაზარი არაფერ შუაში არ არის. მე არ ვიცი. ბაზარი არაფერ შუაში არ არის, როგორც ჩვენ გავიმარდეს, ერთადერთი ახალი გარემოება ის არის, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, რომელსაც დღეს ესავალია, მათემატიკა უკეთესად იცის, ვიდრე იმას, ვისაც მანამდე ესწრებოდა. ძალიან ზოგადი პასუხი ეს არის ამაზე, იმიტომ რომ სხვა არანაირი ობიექტური გარემოება არ არსებობს და ეს შეცდომა 22 მილიონი ღირს კომისიის კომპანიებისთვის. ოღონდ ამ შემთხვევაში თქვენ ამას არ გეკითხებით. ამ შემთხვევაში ჩვენ გეკითხებით იმას, რომ მანამდე აკლდებოდა თუ ეს სწორია, მაშინ მანამდე აკლდებოდა ბიუჯეტს. ეხლა ჩვენ როცა კონსულტაციებზე და ექსპერტებზე ვსაუბრობდით და თქვენ ესე მასხარად აიგდეთ, რომ ვისთან უნდა ველაპარაკავ. სწორედ დარგის ექსპერტებთან, მათემატიკოსებთან ხომ არ გაგივლია 2009 წელს კონსულტაცია, როდესაც ამ ფორმულაზე ორი ჯერზე ამ ფორმულის გამოყენება იწყებოდა, იმისათვის რომ დაგეფინათ რა იყო საშუალო არითმეტიკული. როგორ ითვლებოდა საშუალო არითმეტიკული. თუ აქაც ბატონი ავალიანის რჩევებს და ხევიაშვილის რჩევებს ეკუთვნოდით ხოლმე. ან მარტო შეგიძლია რომ მიარდის ექსპერტები უნდა ჩართულები პორტაბელურობაზე. ივნისში ის კომისიის ბაშოში ავალიანი ვერსიები ირონიას და ამ ფორმულის ხდებოდა დაკვრა და შემდეგ მუშაობის პერიოდში ამ ფორმულით ვანგელებით დაკვრას რასაც მე ამის უზრუნველყოფი არავის ამბობდესები არ. რასთან დაკავშირებით მოხდა შემდეგ ეს ცვლილება და რატო ხდება ახალი ფორმულის დაკვრა მე ვერ ვიცი. ის სწორი იყო. ვერ ვიცით ეს ძველი ახალი კონსოლი ვერ ვიცით, იმიტომ რომ დღეს დემოქრატიის იღებს სასამართლოში ბატონს რომ ირაკლის დროს ითვლებოდა ის იყო სწორი და ნებისმიერი აზრი გამოთქვა რომ ჩვენი იყო სწორი თუ ახალი სწორი იყოს არის სწორი. ეს არის სასამართლოზე ზემოქმედება და სამართლიან დემოკრატიულ ქვეყანაში იგზავნება სანამ სასამართლო ირაკლის არაფერი არ უყურე მაგას კავშირში მე მეკითხები არა ზოგადად რომ მაინც ირაკლის უთხრათ რომ ირაკლის პერიოდი იყო არასწორი ან დღეს არის სწორი ეს არის სასამართლოს განხილვის საგანი და უნდა მივეჩვიოთ ყველანი არა, თქვენში სასამართლოს პატივისცემა დიდი პოზიცია მეორე მიკითხავ ლექციას და ამის უბრალოდ ნამდვილად ერთი წუთი ბატონო ირაკლი ერთი წუთი დაგვაცადეთ რა და ლექციას არასწორია ირაკლის პერიოდი და რატომ არ მithქვათ მე მას კითხვას უსვამ როგორ იღებდა ამ გადაწყვეტილებას უნდა მისმინოთ იღებდა თუ არა კონსულტაციებს ექსპერტებისგან მაგალითად ამ შემთხვევაში მათემატიკოსებისგან როგორ მიდიოდა გადაწყვეტილებამდე ამ კითხვას რომ დაწყებიდან ამ საუბრის ყველა თემასთან მიმართებაში მე მაინტერესებს ირაკლი ჩიქოვანი ინდივიდუალურად ერთპიროვნულად იღებდა ყველა გადაწყვეტილებებს თავისი ხევიაშვილი და ავალიანი კონსულტანტების დახმარებით თუ კონკრეტულ სფეროს როცა მიადგებოდა იქ იღებდა კონსულტაციებს იმ სფეროს სპეციალისტებისგან და არა ყოფილი დევნილთა მინისტრი ხევიაშვილისგან. მე მგონი ძალიან მარტივი კითხვა და არაფერ კავშირში ეს სასამართლოსთან არ არის. როგორ იღებდა გადაწყვეტილებას ირაკლი ჩიქოვანი ყველა კონკრეტულ საკითხზე და მათ შორის ამ შემთხვევაში ამბობს. ძალიან მარტივი კითხვა გასაგებია არანაირად თქვენ არ იღებდა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. ყველა გადაწყვეტილება ახსენებდა არ ვიცი კოლეგიალურ ორგანო ფუნქცია. ზოგადად როგორ ხდებოდა მუშაობა. არ ვიცი, არა, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რაც გითხრეს, რომ თქვენ იღებდით ყველა გადაწყვეტილებას მარტო.
ეს გითხრა ჩვენ ძალიან ბევრმა ადამიანმა. ეხლა ამას ვარღვევთ, ეს სიმართლეა, თუ ტყუილია და თუ მოგვიყვებით როგორ ხდებოდა ძალიან დაგვაუწყოთ. ეს ხო ბატონმა რატიშვილმა, ეს ხო უამრავმა ადამიანმა, რომელიც ამბობდა, რომ თქვენმა იბარებდით ოთახში, აძლევდით დირექტივებს, დავალებებს, ახდენდით მასზე ზეწოლას, ემუქრებოდით და ასე შემდეგ. ყველამ პრაქტიკულად, ვისთანაც ჩვენ გვქონდა საუბარი და ვეკითხებოდით, მარტო ხდებოდა პირებითი კომისიაზე ხდებოდა. განსაკუთრებით კიდე ვინც ვინ არის სხვა ვიზიტის ზეწოლას ახდენდით და ვაიბრულებდი რაიმე გადაწყვეტილების მიღება. შემდეგ კომისიის ხდომაზე რა ხდებოდა, ამ კომისიის წევრებზე როგორ ახდენდით ზეწოლას კონკრეტულად. ეს არის ჩემი საფასური, ბატონო ირაკლი, მე მაინტერესებს თქვენ და თქვით მოგიყვებით თუ მოგვიყვებით, აბა როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. დიახ. მაგალითი დავიხილოთ თუ გნებავთ 2009 წელს ჩაკეტილი ჩემი ზეწოლა განსაინტერესოა თავისუფლად მოჩანაწერებში. იმას რა უშეძლო ამას ჩვენ საზოგადოებას მოვასმენდით აუცილებლად და თქვენს გეკნებით შესაძლებლობა რომ მოისმინოს. მაგრამ ეხლა არ ვაპარაკობთ მაგაზე. გამუშავებოდა რა ერთ-ერთ კონკრეტულ დეპარტამენტში თუ ის იყო კონკრეტული დეპარტამენტის მოვალეობა, ამ დროს იყო დაუშვათ საკითხი, რომელიც ორ დეპარტამენტს ასახავს, ერთობლივ შემდეგ ეს მე რომ მემუქრები და გაცნობა რომ ეხლა იცოდე დიწერ თუ დამემუქრები აი ჩვენ მოგასმენებთ ამას და ნახოთ მე ვილაპარაკოთ ეხლა ხომ მაგ ჩანაწერებზე არ ვსაუბრობთ ბოდიში ბატონო ირაკლი თქვენი ადვოკატი მიშლდა ხელს ისმენთ და იქნებ თავიდან კონკრეტულ მაგალითზე რომ გამიხდოთ ერთი წუთი დამაცადეთ დამასრულებინეთ კითხვა კონკრეტულ ზოგადი ლაპარაკი რო არ გამოგვივიდეს კონკრეტულ მაგალითზე რომ გამიხდოთ 2009-ში კომისია მიიღო კონკრეტულ ადამიანზე პასუხობ როგორ არიცით რას გეკითხებით და როგორ პასუხობთ? არიცით რას გეკითხებით და როგორ პასუხობთ? ეგარ გიქეთ ამას და დამიმასუქია რა. არა, ერთი წუთით რა. ჩვენ ძალიან სხვადასხვა საკითხი შევეხეთ ახლა. კონკრეტულად რომ დაუბრუნდეთ ამ გადასახადის საკითხს. 2009 წელს მარტიზა ჯონსონს გაუგრძელდა ლიცენზია. შესაბამისად მოხდა გამოთვლა და მათ გადაიხადეს ის ფული, რაც უნდა გადაიხადათ იმ ფორმულის მიხედვით. აი ძალიან კონკრეტული საკითხი. მაშინ არ არსებობდა ზოგადი წესი, როგორც გამგვიმართეს თქვენმა კოლეგებმა, ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური აქტი ხდებოდა ეს. როდესაც ითვლიათ მარტის და ჯონსონის გადასახადს, აი ეს პროცედურა როგორც ხდება, თქვენი ჯექით და ითვლით ამას და თქვენი დეპარტამენტი მხოლოდ თუ ასევე კონსულტაციებს გადიოდით ამ დარგის სპეციალისტებთან იმის შესახებ თუ რას ნიშნავდა საშუალო არითმეტიკული ფორმულა. ამას თვლიდა შესაბამისი დეპარტამენტები, რომელშ შარკული იყო შეშლილებული დეპარტამენტი და ფინანსური დეპარტამენტი. ეს თქვენი შიდა რესურსი, კი ბატონო, მაგრამ გარედან თუ კიდევ ვინმე Tapi waktu itu sih raks gitu ada ini kita sih tidak tahu apa patron. Eka sheikh itu satu sesi orang yang კითხვა წამდგაჩნდა სწორედ რომ ეხლა შეიცვალა. კითხვა წამდგაჩნდა რომ ეხლა შეიცვალა. ესე იგი, როდესაც კომისია არ ხვევდა კანონს ან მაშინ, ან დღეს. ორივე ვერ იქნება სწორი, ხო? ორივე ვერ იქნება სწორი. არ ვიცი. მე მხოლოდ ის კითხე, თქვენ დროს როგორ ხდებოდა ამის ამ გადაწყვეტილების მიღება. თქვენგან ჩვენ ეს გვაინტერესებს. ეხლა რა გადაწყვეტა კომისია ამას როგორ ორი დეპარტამენტი აკეთებს ამ შებას ამის საკუთრებას და თახებად კი ბატონო, გასაგებია. ანუ თქვენ შიგნით იღებდით ამ გადაწყვეტილებას, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე გაიგო. ბატონო? კომისია და გუნებია არა, გადაწყვეტილებას რომ თქვენ იღებდით, გასაგებია, ოღონდ კონსულტაციების გარეშე და არავისთან არ დაპირობდით გადა შიგნით თქვენი თანამშრომლების ამ თემებს. გარეთ ზახი კომისიის გარეთ? დიახ, კომისიის გარეთ ექსპერტები. კომისიის გარეთ? არ მაქვს მე აკუმულატორი. მე ზოგადად გიმართლა საერთოდ გადაწყვეტილებების მიღება როგორ ხდებოდა და უინტერესებს გიგვი ყველგან. კი, როგორ არა წაღან მოთხოვოთ რომ იქნებ მოგვიყვეთვეთ და მოგვიყვებით. წაღან მოთხოვოთ რომ მოგვიყვებით მეთქი, დიახ, უინტერესებს და მოგვიყვებით. კონკრეტულ დეპარტამენტში რაღაცა საკითხი სამუშაოები. შეიძლება ეს ყოფილიყო საკითხი, რომელიც ერთ დეპარტამენტს ეშებოდა, ან შეიძლება ყოფილიყო საკითხი.
სადაც ყოთაიყო ორი დეპარტამენტის ან სამი დეპარტამენტი. მას შემდეგ რაც ეს დეპარტამენტი ან დეპარტამენტები პროექტობრივად ამ საკითხს ამუშავებდნენ, შემდეგ ხდებოდა ამ საკითხის გაგზავნა კომისიის წევრებთან, ყველა კომისიის ყველა წევრი ამ საკითხს ეცნობოდა. შემდეგ უკვე ან შექონდა ტრანსპორტაცია ან არ ქონდა შემდეგ უკვე ვის რა აზრი ქონდა იმის განმარტებით ხდებოდა სხდომათა გადაწყვეტილების მიღება. ახლა არ ვიცი, რას ნიშნავს რომ აი წოდა ვინმე, მაგრამ ხდებასთან იგზავნებოდა და სხდომის მასალები და არახურდით გადადა, არამედ მეორე აზრი. ანუ არ უნდა მოგებული იმის საშუალებას, რომ ამ მასალებს გაცნო. ხდება შეეძლო მასალებს გაცნო. თუ ვინმე ამბობს რომ ეს არ არის ამის გადასწორება მარტივად შეიძლება ნებისმიერ დეპარტამენტის უფროსი გადააკვირდეთ რომ ის ყველა წევრთან ხდებასთან უკრებდა აგზავნიდა ამ მასალებს. და თუ ვინმე გაკეთებულა არ ვიცი ყველა მაგრამ არ არის ეს მისი პრობლემაა. ანუ ფიგურა გადაწყვეტილებას კომისიას შეხებაზე როცა ადამიანი იღებს, აკეთებული უნდა ჰქონდეს ის რაზეც სხვას არ იღებს ან არა. კარგი ბაზარები გასაგებია. მე პირადად აღარ მოვკითხოთ თქვენთან, თქვენ კიდევ ერთხელ გიმეორებთ თუ გაქვთ რამე დასამატებელი რომ დაამატოთ, ირაკლი, შენ თუ გაქვს რამე დასამატებელი, თქვენ ბატონებზე ეცოჩერ ბატონი ირაკლის მოსვლის და შემდეგ კითხვები კომისიის წევრებს აღარ გვაქვს და თქვენ თუ გაქვთ რამე დასამატებელი, ან ირაკლი ყორზახიას, ან ბატონი ემზარ პაქსაძეს, ახლა თქვენ გაზრდით საშუალებას, რომ თუ რამე არის ისეთი, რაზეც თქვენ გინდათ გადმარტება გააკეთოთ და ჩვენ არ გვიკითხავთ, ამას ეს რომ გითხრათ. და შემდეგ სხდომა უნდა დავხუროთ 10-15 წუთით ალბათ მეტი არ დაგჭირდება, ალბათ ოსოგუმი დარჩეს ვინმე ხოლმე რომ დარჩეს, დანარჩენი ყველაფერი გავხსოვთ. კომისიის წევრები. ეს თქვენ არ ვარ მისი არ არის. თქვენ გაქვთ რამე დასამატებელი თუ ირაკლი ყორზახიას და ბატონ პაქსაძეს გადაგაკეთოთ. ეს არ არის კი ბატონო. რასაც ყველაფერი ვერ უყურებს ამ პოლიტიკურ რაღაცაზე არ თქვა საერთაშორისო ძალებზე პასუხი მაგის და ვიღოს არის აბსურდი, რასაც იგახიან. მასაკუთრებით სასაცილო ის მოსმენა ვიღაცა ძალავდება, პროფესორ კი ყველა მასალა ჟანგონისთვის ყველა ხეილობს, ასე ვთქვათ, ყველა ოპერატორი და ბაზარზე მომავალ ახალ გაშტა, ანუ მომავალზე განსაცდა ბიუჯეტი სასახმოგებაში. მათემატიკის ამბავია, როგორც ჩანს ეს პრობლემა. არა, მე მგონი, გეკონტროლებ, მაგრამ ძალიან გამხარდება სუჩერების ყველა კომისია ოლიმპიური მას ունები მოაღრესად მოყოლილი, თუმცა საჯარიმო წინააღმდეგობის გადავაკეთებული, მაგრამ მე რაზეც ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მოწაკიდებულია ეს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ახალი კომპანიების შემოსვლას და კონკურენციას იმედია ამ შემთხვევაში გააჩენს. ირაკლი, ბატონებს ისმენთ. ბატონებს თქვენ არა, თქვენ ირაკლი არა, ერთი წუთი. თქვენ ირაკლი არა, ირაკლი ყორზახიას მიმართა, ერთი წუთი თქვენ არ ჩავდოთ. კი ბატონო. ძალიან სერიოზული ასევე ძალიან სერიოზული შეიძლება ლაპარაკები რომ არაფერი ხდება შემდეგ უსაუბრო ძალიან სერიოზული დოკუმენტი რომელიც თქვენთან არის პარლამენტში არის გამოგზავნილი ეკონომიკის სამინისტროში და მე რამდენადაც ვიცი და მე მგონი ვიცი სწორედ ეს დოკუმენტი არის სახელმწიფო დოკუმენტი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ეს დოკუმენტი გაკეთდა კომისიაში მინდა გითხრათ რომ ამ დოკუმენტის შემუშავებაში თქვენგან აკონტროლ ირონულად მოხსენებული ვარიანტი ძალიან ჩვენ როდესაც არ გვწევთ, ჩვენ არ ვიცნობთ ამ ადამიანს და გვაინტერესებს ვით იყო დაკავებული, მაგრამ ეხლა მაგას აღარ დავუბრუნდეთ, გასაგებია უკვე გავიგეთ ყველაფერი, იცით იყო დაკავებული, დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, ხა ცოტა ხანდი თუნდებოდ რომ ეს რა შეგვიძლია თუნდებოდ მოგვისმენთ, ჩვენ თქვენთან კითხვები აღარ გვაქვს, ბატონი ემზარსონდა რაღაცის დამატება ფაქსაძეს და თუ რა ჩაფუცაჭიროთ და მეტად. ბატონო კომისიის წევრები, მადლობა. Izvanrednost pogledajte saslušajte გამოხატოთ ჩემი პოზიცია. თქვენ ყურადღება მინდა გამოვახვილოთ გარემოებას და საზოგადოებისა. თქვენთვის ეს ცნობილია, კერძოდ 2013 წლის 25 სექტემბერს მე ჩემი დაცვის სკოლის შეთანხმებით არის წარმოგიდგინეთ
დისკი, რომელიც მე გამომიგზავნის შარშან ამავე პერიოდში, ნოემბრის თვეში და შესაბამის მტკიცებულებებს ერთად, სადაც ჩემი მარწმუნებელი ჩაწერილი არის, მისი ხმა არის, როგორც თვითონ გააკეთებინება და ასევე ჩაწერილია მისი საუბარი, ეგრეთ წოდებული, როგორც თვითონ ბატონი ირაკლი განმარტავს, ბათუმის საკაბელოების წარმომადგენელთან. აღნიშნულ საუბარში ძალიან მნიშვნელოვანი ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემს მიერ ჩატარდა აღნიშნულ დისკთან დაკავშირებით და თქვენ წარმოგიდგენთ ამ დისკისა საექსპერტო ექსპერტიზა ჩავატარეთ, სადაც მითითებულია მონტაჟია რალის ამ დისკზე და ასევე რომ რაშიც არის მისი საუბარი. და იქ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დისკი ძალიან ბევრს თვალს აუხებს ძალიან ბევრი კომისიას. ერთ-ერთი თუკი რაზეც თქვენ გაამახვილეთ რამდენიმე პირი, მათ შორის რატიშვილი, ვისაც თქვენ განებდით, მის საქმიანობასთან დაკავშირებით ისმება აქ ბათუმელი წარმომადგენლებისგან კითხვები და ამ კითხვების და ჭორების შესახებ, რაზეც ძალიან ბევრი იყო შემდეგში საუბარი სამწუხაროდ კომისიაზეც, მას უსვამდა ბატონ ირაკლის და მინდა ამ დღევანდელი ჩემი გამოსვლის ის არის, რომ ძალიან გულდასმენ გაეცქათ ამ დასკვნას, როგორც ისე და კიდევ განმეობაზე მინდა გავამახვილოთ ჩემ კოლეგამ თქვა, როგორც ჩემთვის ნომილი არის და გაჟღერდა და თქვენ ეს გავუძანთ, რომ საზოგადოებას მოასმენთ ასევე სხვა ჩანაწერებს, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა ჩემი მართლით თქვენი დასკვნა და ეს დებულებაც ასე არის, უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით მოპოვებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად კანონიერად მოპოვებულს. ჩვენ მე წერილში აღნიშნეთ და ვაპირებთ, რომ ჩვენი უფლებები ამ ჩანაწერთან დაკავშირებით და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც წინა ხელისუფლების დროს გრძელდებოდა და ამის ის არ გაგრძელდეს. თუ იმას გავაკეთებთ, რომ პირები იწერდნენ ყველაფერს და მათ შორის შეიძლება ის პირიც მონაწილეობდა რაღაც მოქმედებაში, გამომდებელი აქ ცარცახად განსაზღვრავს, თუ როდის შეუძლია მას გააკეთოს ეს ჩანაწერი და მხოლოდ და მხოლოდ 4 წლის მერე ადამიანმა საკუთარი ჩანაწერი მოგვიდა და თვითონ ლაპარაკობს და თვითონაც პრობლემები აქვს იმ ჩანაწერიდან გამომდინარე. 4 წლის უკანონობა სად არის იქნება მომიყვეთ ეგ აქ. ჯერსერთი მეორეც მაშინ საქმე არ იყო აღძრული არავიზე და ამიტომ რაიმე ტიპით მტკიცებულების მოპოვება ვერ განხორციელდებოდა. კაცი იწერდა თავის საუბარს, თავის საკუთარ საუბარს, თავისი საკუთარი ტელეფონით. უკანონო რომელია ეს მომიხევით ამ ნაწილში. ვისთანაც მნიშვნელობა არ აქვს. მე თუ თქვენთან მოვდივარ და მაქვს კანონიერი ეჭვი რომ მე მუქრებით, მე თქვენ არ გაცნობებთ წინასწარ რომ ჩანაწერს ვაკეთებ ეხლა და შემთხვევით რაღაც ცუდი სიტყვა არ წამოგცნობს. და საუბარი არის ჩემს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, სადაც რომელიც მე თქვენს არ მოგიგინეთ, მე აი ზუსტად ამ განსხვავებას გეუბნებით, რომ აი ზუსტად ეგ არის, რომ თქვენაც მოგიტანთ და გითხრათ, რომ მე ვიწერდი მხოლოდ და მხოლოდ იმას, სადაც მე ჩემს ერთად იყო და მე მუქრებოდაო, არ გამოდის ესე, იმიტომ რომ მე მაქვს დისკი, სადაც რატიშვილი არ მონაწილეობდა, კვლავ ვიწერდნენ. და ვინ იწერდა? ხო და არ ვიცი, მე თქვენ აგაქვთ ის დისკი, თქვენ მოიტანეთ. მე ვიცი, ვინ მომიტანა, ვიცი, ვინ იწერდა და ვიცი რომ ის კაცი არის თვითონ რომელიც იწერდა, ამიტომ ამ უკანა არაფერი არ არის. თქვენ რაც მოიტანეთ, იმ დისკში არის პრობლემა, რომ მე არ ვიცი ვინ არის მისი ჩამწერი და არ ვიცი როგორ აქვს მოპოვებული. შეიძლება დაყენებული ქონდა მოსასმენი აპარატურა უკანონოდ და ასე იწერდა. რადგან ჯიბეში უდევს ტელეფონი, ეს ყველა მასალაში ჩანს, იმიტომ რომ იღებს ხელიდან, იქ ხელში იღებს დამსწრე საზოგადოებას, მე იღებს ჯიბეში ამ ტელეფონს და აგზელებს ჩაწერას. ამიტომ აქ ნათელია, ვინ იღებს და როგორ იღებს. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ის კანონიერად იღებს თუ უკანონოდ. ის იღებს თავის დასაცავად. თავის დასაცავად. იმის დასაცავად პირი, რომელიც თქვენთან საუბარში ამბობს, რომ არ ვახერხებდი კავით მე რაც მოვალებოდა, იმიტომ რომ ვიღაცა მეწოდებოდაო, იმიტომ რომ მე მოვალებებს არ ვასრულებდაო, აკეთებდა ყველაფერს. ამავე იგივე პიროვნება, იგივე სამბობდა, ზუსტად ჩანაწერს აკეთებდა. ჩანაწერს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა შემოყალიბებთან დაკავშირებით და ზუსტად ეგ არის პრობლემა. და აქედან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში ეს არ არის უკანონო ჩანაწერი. საკითხი კანონიერების საკითხი იქნება. მაგრამ შემოძლებთ ვიკავოთ, იმიტომ რომ ეს კრიმინალისტი ვარ და სიამოვნებით გამოვყვა. კანონიერების საკითხი გახდება ის, რასაც არ მინდა რომ გახდეს სადავო, როდესაც არ გახდება სადავო, თქვენ კიდევ არ გახდება სადავო, ამაში გარკვეულებით.
ეს არ არის ვიდეო ჩანაწერი, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს არის პირადი ჩანაწერი. ეს არ არის პირადი საუბარსა და იმ ადამიანმა არ იცოდა არასდროს იმ შეხვედრაზე მას ეთყოდნენ იმას თავის პირად ამბებს მოუხმებოდა და იმას ჩაწერდა თუ იმას რომ იქ რომ მოხარეს ვიწყებ ახლა და აბა დავიწყეს ჩაწერაო. საუბარია პირად საუბრების ჩაწერაზე. აი ეს არის. ხომ გამიმართოთ რატომ არ არის ეს ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და კომისიისთვის უკანონო. ეს არის კიდევ ერთხელ გავიგეთ თქვენთვის მოსაზრებაა და იდეოლოგია პრობლემა არ მაქვს რადგან იქითაა. მე პასუხობთ რომ ჩვენ ამ ჩანაწერს გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ცნობილია ჩემთვის ჩამწერი, ცნობილია რომ ჩაწერა არ მომხდარა არც ერთი უკანონო მეთოდით, იქ არ მომხდარა დამონტაჟება რამე ჩამწერი აპარატის, ვინმეს ტელეფონი არ ყოფილა დაყენებული მოსმენას და ასე შემდეგ, ადამიანის საკუთარ შეხვედრას, საკუთარ საუბარს, სადაც მას აქვს განცდა რომ ემუქრება საფრთხე, სადაც მას აქვს განცდა რომ ხვალ შეიძლება მისი ნამდვილად იყოს გამოყენებული, თავის დაცვის მიზნით თვითონ აკეთებს ჩანაწერს, თვითონ ანსაჯაროვებს და თვითონ მოაქვს მათ შორის არ ამონტაჟებს და მოაქვს ის ნაწილებიც, სადაც მისთვის პრობლემური ტექსტები არის. მისთვის პირადად, როგორც იმ შემთხვევაში იმ კონკრეტული თანამდებობის მისთვის. ამიტომ ამ დროს ჩვენ საუბარს ასე არ არის. გააპროტესტეთ, იდავეთ, პრობლემა არ აქვს, სადაც გნებავთ, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემთვის როგორც იურისტისთვის ამ ჩანაწერების კვალიფიკაცია, აი ბატონი რა მებრძანება ძალიან სასაცილოა და ზუსტად ეს სასაცილო და არასერიოზულია უკანონო ჩანაწერებთან კვალიფიცირებაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიმეორებ, არავისზე მოსმენა არ განხორციელებულა. ისიც არის საკუთარ საუბარს საკუთარი თავის დაცვის მიზნით და ეს არის სრულიად კანონიერი, რაც შემიძლია არ შეუძლება ნებისმიერ ადამიანმა თუ გრძნობს რომ მას საფრთხე ემუქრება. კი, თუ გრძნობს რომ მას საფრთხე ემუქრება, მას შეუძლია ეს მიზნად გააკეთოს და მას ჰქონდა განცდა რომ საფრთხე ემუქრება. კი, ვიცი ძალიან კარგად და ამ ყოველთვის ოღონდ მე თქვენ ჩანაწერს ვიდეო და მე თქვა და გზების გამომივიდა. თქვენ ჩანაწერი გვაქვს რა თქმა უნდა სამწუხაროდ ისევე როგორც ნატაშვილის ჩანაწერების დიდი ნაწილი არის მინება ინტერესად ცუდი ხარისხია. არა, მე ტექსტი კი წავიკითხე, მაგრამ მე ტექსტს ხო ვერ მივცემ ხალხს უნდა მოვასმენდეთ. ამიტომ ჩვენ ეს გადავაგზავნეთ გასაწმენდად და შესაძლოა გვექნება სანამ კომისია დაასრულებს საქმიანობას და აუცილებლად ამას ყველაფერს გავუშვებთ და თქვენ ჩანაწერებსაც და იმ ჩანაწერებსაც ყველა ნახავს. უბრალოდ არის მინება და დიდი ნაწილები ხარი ფრაგმენტები, სადაც ძალიან რთულია ახმა რაზე ლაპარაკი ამიტომ ხარ. ჩვენ იტრები დაუდოთ და ადამიანს უთხრათ რომ ეს წაიკითხე, რასაც მე ვთავაზობ, როცა ვერ ამოწმებს სიმართლე თქმულია, ცოტა უხარხული იქნება და ჩვენ ამიტომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, თქო როგორც კი მოგივა გაწმენდილი ტექსტი. კიდევ რამე თუ გაქვთ დასაბუთებელი? ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ უწვრილად გეუბნებით, არ მეგონა ნამდვილად თავიდან როცა ამას ვიწყებთ, რომ თქვენთან საუბრის შესაძლებლობა მექნებოდა, ამიტომ დიდი მადლობა გიხდით კიდევ ერთხელ. შესაძლებლობა მე ძალიან დიდი ხანია ვიძახი ასევე თავიდან დავიწყეთ ხო ამას ვამბობ. კი, მე როდესაც ძალიან დიდი ხანია რომ მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ საუბარზე. ისე უცნაურია რომ ბევრი კითხვა არ გაისვა, მაგალითად რეალიტეტი არა, მე იმიტომ გითხარით, თქვენ თუ გაქვთ რამე დასამატებელი? სამოცანაკაცები გახდება. თქვენ თუ გაქვთ რამე სათქმელი, გითხარით. ჩვენ ის კითხეთ, სადაც თქვენთან კითხვები გვაქვს. დანარჩენი ბევრი საკითხი ჩვენ კომისიის სხვა წევრებთანაც გავაკეთეთ, ამიტომ მე პირადად კითხვები არ გამიჩა, მაგრამ თქვენ თუ თვლით, რომ თქვენ კიდევ განმარტოთ და დაამატოთ, პრობლემა არ არის. საკუთრება უყურებთ გამოცა რაღაც დიდი მადლობა. მადლობა. ნახვამდის გადასავდებოდეთ. დიახ, გავუშვოთ, კი ბატონო. ნათია, მასკის